საღამოშიდობის მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრეს-პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. მე შესაძლოა დღეს პრეს-პრესის 2004 წლის ბოლო გამოშვება მოახლოვდა ახალი წელი და ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემაში დღეს ყველაფერი ყირამალა იქნება, ანუ გელით ძალიან საინტერესო სიურპრიზი, რომელსაც ალბათ არც ერთი თქვენგანი არ მოელოდა. ანუ რა ხდება ახლა ვაგიხსნით. მოგეხსენებათ, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტები აქტიურად პრესავდნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს და ვინაიდან და რადგანაც დღეს ჩვენს გადაცემაში ყველაფერი ყირამალა, ჩვენი გასაპრეცი სტუმრების სავარძლები უკავია პრეს-გუნდს და ყველაზე აქტიურ პრესავ ადამიანებს ნანა არჩვაძე, გამარჯობა ნანა, ხომარღელავ. მაია სიხარულიძე, რომელმაც აღეჭირეზინი გადაყლაპა. ეთერში რომ ეს არ შესულიყო ღეჭვით, ლიზა, ვადაჭიკორია და ლალიფაცია საღამომშვიდობისა ჩემო კარგება. ახლა რა ხდება მეორე მხარეს? მეორე მხარეს მოთავსებულნი არიან ქართული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ჟურნალისტებს გაპრესავენ, ანუ ყველაფერი ყირამალა, ყველაფერი პირიქით და იმედი მაქვს ყველაფერი სასიამოვნო წარიმართება. გამარჯობა. როგორი განწყობა გაქვთ ჩემო მშვენიერებო? ძალიან კარგი. როგორ? არ ვიცი, ახლა იცანის თუ არა თქვენ ჩვენი ვარსკვლავები, მაგრამ იმედი მაქვს მე გამოავლენენ თავის ნამდვილ სახეს და რა ხდება ეს? ძალიან კარგი ხალხი. თუ თქვენი რომელიმე თქვენგანი გადაამეტებს დაწესებულ ზღვარს, მე მაქვს ესეთი სპეციალური ზამთრის ატრიბუტი, ოღონდ დიასამნისფერი. და შევასხავ დასჯილ ადამიანს, როგორ შეშინდნენ. არა, ნუ გეშინიათ, არაფერი, ყველაფერი კარგად იქნება. მოდი ახლა ჩემ რეალურ სახეს გამოვაჩენ. დღეს აგერ არც ჩემი ტრადიციული პლანშეტი მაქვს, არც ტექსტები მიწერია, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის. ასე რომ დავიწყოთ პრეს-პრესი და ჩვენს თემას ასე დავარქვათ. შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ჟურნალისტების წინააღმდეგ. დავიწყოთ. გავჩუმდი ახლა ტრადიციული დოსიე უნდა გასცემ. საღამოშიდობის. არ გვაქვს დღეს დოსიე. დავიწყოთ მოკლედ პრეს-პრესი. საღამოშიდობის. ძალიან კარგი განწყობაზე ვართ, მე ვფიქრობ ყველანი ჩვენ, ყველა ჩვენთაგანი. გილოცავთ შობა ახალ წელს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. კარგს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ნუ ინერვიულებთ ძალიან. ჩვენ მაინც სიტუაცია დაგინდობთ რამე თუ მაინც ესე იგი რა არის? ვერ გავიგე. შიში ვერ იხსენსა. აი, დავიწყოთ მოკლედ, ხო? მე გავხსნი პარადს, ესე ვთქვა. ნუ იცინი ხარ, ძალიან ვთქვა. ცოტა სერიოზული. ნუ იცინი, ნუ იცინი. მაშასე, დავიწყოთ ესე. ძვირფასო ჟურნალისტები. ესეც შეკითხვა თავიდანვე რა, მე მინდა გკითხოთ ეგეთი რამ. თქვენი CV დააწყვეთ ხა ყველა. ვინ საიდან მოსულ ხართ? რა გინდათ? საერთოდ რა გაწუხებთ ცხოვრებაში? რა პროფესიის ხართ? რა გისწავლიათ? სად რა გაგიკეთებიათ საერთოდ რა? სათითაოდ მოკლედ კონკრეტულად უბრალოდ გაგვეცანით თავიდან იდეა. საიდან გდებთ გას? ლალი დაიწყე. ტრადიციული ჟურნალი თბილისელები. განათლებით ფილოლოგი ვარ. სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი არა, მაგრამ ბავშვობიდან ჟურნალისტი ვარ. მთელი ჩემი შეგნებით. იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიყავი ჟურნალისტი. კიდევ სხვა? სხვა რა გაინტერესებს? ზო, კაი, მოკლედ და კონკრეტულად დავამთავრეთ. ლიზა. ასე თუ ისე გასაგებია, ძვირფასო სტუმრები ხარ თუ ვინა ხარ თქვენ? მასპინძლები თუ ვინა? ფილოლოგებს შეუძლიათ მუშაობა ჟურნალისტებად. ამ დასკვნამდე მივედით, ლიზა. არა, მოიცადეთ, ეხლა დასკვნებს კი ბატონო, რა გამიკეთე ფილოლოგი, კი, მაგრამ გააჩნია რა განხდით და რა მიმართულებით. კი ბატონო, მე მაშინ დავაკონკრეტებ ფილოლოგი, არ გეგონოთ რომ არ მიმუშავია ჩემი სპეციალობით, მუშაობდი სკოლაში 9 წლის სტაჟით ვარ და ეს ხდებოდა სხვათა შორის ჟურნალისტიკის პარალელურ რეჟიმში მუშაობდი, უბრალოდ 2 წელიწადია დავანებე სკოლას თავი. გასაგები არა, მაგაზე არა, მე კონკრეტულად ვიგულისხმე ჟურნალისტური მიმართულებების, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულება გვაქვს ჟურნალისტებისთვის საქართველოში რა. წავედით შემდეგ. ლიზა. მე მგონი მე ყველა მიჩნობს ისე და ეს მე ვარ ლიზა ჯი. ვუშაობ რადიოში, ინტერნეტში და რა ვიცი. განათლება. არ არის საჭირო განათლება მაქვს 2 მიღებული, ერთი საქართველოში, მეორე რუსეთში. ერთი ჰუმანიტარული, ანუ კულტურა, ევროპის კულტურის გახლით და
პირველი კომპიუტერები და აი ესე ამნაირად შევაზავე ერთით და მეორეც და გამოვედი ინტერნეტ ჟურნალისტი. კარგი, წავედი შემდეგ. მაია სიხარულიძე პოლიტოლოგია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ ჯერ კიდევ მე-4 კურსზე ვარ. მუშაობ ახალ ჟურნალში და მაესტროში ჟურნალში და მიმუშავია ბევრგან. კიდე რამე გაინტერესებს? ბევრგან გასაგებია, კარგი, ну ის ზოგადად აღნიშნეთ თქვენ. ნანარჩოძე სულ სივს ვიტყვი, მაშინ დავიბადე 1975 წელს 6 ოქტომბერს თბილისში. დაამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შემდეგ ვიყავი საზღვარგარეთ, სწავლობდი, სწავლა იქაც გავაგრძელე, მე დავბრუნდი და მუშაობ ჟურნალ ელიტარულ ქრონიკაში. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ჟურნალისტი. მე მინდა დამაკმაყოფილებელი პასუხი. ეს სტუმრები ხართ, მასპინძლები, მაინც ვერ დავადგინე, ვინები ვართ ჩვენ. თქვენ ხართ სტუმარ მასპინძლები. სტუმარ მასპინძლები, გამარჯობათ. ну ჩვენ დავადგინეთ ის, ну პირადად მე და ალბათ თქვენს ყველა გაიგეთ, CV-დან გამომდინე, ბატონო. შემდეგ კითხვა. შემდეგ კითხვა არა, მე უბრალოდ ეს საკითხი რატო დავსვი კითხვა, იცი რა, მე როცა კითხავს, ყოველთვის უნდა აღვნიშნო, ყველა არაფერი არ გეცდება. ანუ ამ CV-დან გამომდინარე მე მივიღე პასუხი, რომ მუსიკალური განათლება და ასე თუ ისე მუსიკასთან შეხება არავის არ ქონია. მადლობთ, შემდეგ წელზე დავტრიალდი. აბა, დავამთავრეთ CV უკვე ჩვენ. მე უმაღლესი, მე კონსერვატორია არა მაქვს დამთავრებული, მე დავამთავრე 7 წლები მუსიკალური ფორტეპიანოს განხრით. ძალიან ბორტია და თუმცა რაღაცას კი. მოის მოусმიათ ადამიანმა დაამთავრა არასრული ბატონო არასრული 7 წლები, კაი 7 მე მაქვს სრული 7 წლები დამთავრე. მე 0 წლები დავამთავრე რომ მაქვს გემო. თუმცა თქვენ CV-ში ეს თქვენ რაც თქვენი ანუ მონაცემები და განვლილი გზა ასე ვთქვათ, რაც თქვენ ახლა ჩვენ გითხარით და მოყვებით თქვენთვის, ანუ იმდენად არამნიშვნელოვანი ყოფილა მუსიკა, რამე თუ თქვენ არც ერთმა არ აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ თქვენ თუნდაც 3 წელი მუსიკალური განათლების ქონიათ რა, დაწყებითებია. საერთოდ აქ უკაცრავად, საერთოდ ამ სტაფილოსფერ სავარწელებში ვინც ხედა, ხშირად ეს შებრუნებულ ესეთ კითხვებს გვისვამენ ხოლმე და ხდება ხოლმე და მოდით ძალიან ჩემი თხოვნა იქნება, მე აღვნიშნე რომ მე მუსიკალური განათლება არ მაქვს, მაგრამ მე ვთვლი რომ მე მაქვს გემოვნება, ну ცხადია სუბიექტური მცნება, მაგრამ ვთვლი მაინც რომ მაქვს და ამ გემოვნებას ვენდობი პირადად. მეორეც ჩვენ წერთ შოუ ბიზნესზე და არა მხოლოდ მუსიკაზე, ჩვენ მსახიობები ვერ ვიქნებით, როდესაც წერთ თეატრზე, ანუ თეატრალური ვერ გვექნება დამთავრებული. ვერ გვექნება. არა, მე ვამბობ უბრალოდ ჩვენ რაზეც წერთ, საერთოდ, ანუ ყველაფერში ზოგადად. ამაში განათლება შეიძლება უკაცრავ. მე ხო, მე ვიგულისხმე ის რაც პოლიტიკაზე მომხდარი პოლიტიკოსები არ არიან. ხო, ანუ მე ვამბობ ეს ზოგადი ცოდნა ჟურნალისტს ისედაც მოეთხოვება მუსიკალური განათლება. არა, მოეთხოვება. იცით რა არის? ჟურნალისტი ვერ გავიგე ახლა. ორივე ერთად ლაპარაკობ. უკაცრავ დაუნთავრე. ხო, მე ვამბობ, ერთი მოგცემთ მიკროფონს ყველას და თქვენ ყველამ დაუსვით შეგიძლია. მე უბრალოდ მინდა ამოვწურო რა ეს. მე მგონი მე სათქმელი უკვე ვთქვი, ვიკითხე. გავიგე თქვენგან ყველანაირი პასუხი. და რაც შეეხება გემოვნებაზე, მაგაზე კიდე ცალკე ვილაპარაკო, რამე თუ თქვენი გემოვნება, საზოგადოების გემოვნებას არ ნიშნავს რა. ანუ ჩემი პირადი გემოვნებაც საზოგადოების ის არ არის რა. ხადი, ამიტომ რა სუბიექტურია მეთქი ეს. ხო, და მაგაზე კიდე მეორე წელს ამინდა რომ ბევრი ახლა გამომივიდეს. ერთი წუთი უკაცრავად დაასრულეთ. და ჩემი თხოვნა, რადგან ის შემბრუნებლად კითხვა, თქვენი მუსიკალური განათლება, მოდით ესეც ავიღოთ. ანუ მუსიკალური განათლება საერთოდ თქვენი CV განათლებას რაც, მაგრამ დღეს თქვენი არა, დღეს თქვენი ალბათ არის ხოლმე შემთხვევები, რომ და ჩვენი უკაცრავად, ჩვენი, მე მგონი ჩვენ ყველანი პრესპრესი ნამყოფი ვართ. ხო? მე ორჯერ ვარ თუ სამჯერ პირადად ნამყოფი და ჩემი CV თქვენ თუ ჟურნალისტი ხართ, თქვენ ხართ ჟურნალისტი, ანუ თქვენ ჩემი CV უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ თქვენ შოუ ბიზნესს ემსახურებით, ამიტომ მე ახლა ნუ მეკითხები ყველა ხალხმაც იცის, იმიტომ რომ ტელემაყურებელმა შეიძლება. როგორ გეკადრებათ, სადმე თუ რამე იწერება ჩემზე ინტერვიუ, ყველგან ანუ მონაცემები. მოკლედ, უკაცრავად ეს კითხვის დაწყებელი ლიზა. ამიტომ ვამბობ, ჯანდებით გასაპრესი ობიექტი. ამიტომ თუ ამოწურე, შეგეხვა ლიგა. არაფერი ახლა ავიხადოთ, მიღავით თუ რა უფრო. ჯერ გეკეთოთ. კაი, გითხარით მაშინ. თუმცა ყველასთვის გასაგებია. კაი, თავს არ მოგაწყენთ უკაცრავად რა, მოკლედ გადავცემ მიკროფონი. აგერ ბატონო, მორიგის სტუმარი. მოგესალმებით ყველას, გილოცავ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ყველას ბედნიერებას და სიხარულს და ბევრ სიყვარულს. ჩვენ მე მაქვს ერთი აზრი.
ჩემი აზრით მუსიკალურ არსებობს საზღვარგარეთ მუსიკალური კრიტიკა, არსებობენ საზღვარგარეთ მუსიკალური კრიტიკოსები და მათ აუცილებლად აქვთ განათლება. ეს არის ხელოვნებად-მცოდნეობა. ამის გარეშე წარმოუდგენელია მუსიკალური კრიტიკა გააკეთო. ანუ ან შენი პირადი აზრი უნდა გაგაჩნდეს, ეს არ უნდა იწერებოდეს პრესის ფურცლებზე, რომელსაც შემდეგ კითხულობს ხალხი. და თუ პრეტენზია გაგაჩნიათ იმაზე, რომ იყოთ მუსიკალური კრიტიკოსები, მაშინ უნდა გქონდეთ აუცილებლად ის განათლება, რომელიც საჭიროა მისათვის, რომ თქვენ ამაზე პრეტენზია თქვათ, რომ ის სუდათქვერის, ის ყრუა, ან ის დებილი. კი, და მე მაქვს თქვენთან კითხვა, რომელიმეს მე როგორც ვიცი, ქალბატონი ლალიფაცია საერთოდ არ წერს შოუ ბიზნესი, ხო? უფრო მე მგონი პოლიტიკური. როგორ არა, ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. ხოლმე წერს ეპატკარი ჟურნალისტიკას. მაგრამ მე მაქვს კითხვა თქვენთან, თქვენ პირადად შეგთან? არა, ყველასთან. რა შეხება გაქვთ საერთოდ ხელოვნებასთან და თუ გაქვთ ესეთი მიმართულებით დამთავრებული და ჩვენ როგორც გავიგეთ, რომ არა გაქვთ და თუ არა გაქვთ, რა უფლება გაქვთ დამთავრებული, რა უფლება გაქვთ იმის, შეიძლება გაქვთ რამე უფლება, რომელი უფლებითაც თქვენ სარგებლობთ, ჯდებით პრესში და ასე რომ ვთქვათ, უსვამ კითხვას მომბერლებს, რომლებიც ეს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მე ხალხის გასარკვევია, ცუდად ღერიან თუ კარგად ღერიან. თქვენ ამის უფლება გაქვთ, რომ გამოთქვათ აზრი, მაგრამ ალბათ ჩემი აზრით უფლება არ აქვს, რომ ეს რა შეხება თუ გინდა ინტერნეტში. კითხვაზე კითხვით თვე მოგიგებ თუ შეიძლება. უკაცრავად, მაია დიდი ბოდიში, გავარკვევთ რა უფლება გაქვთ თქვენ რომ გაპრესოთ ეს ადამიანები და ლალიფა და კონსერვატორია გააქვთ დამთავრებული. მაია მოგასხავ ახლა ამის მე დაისწრები. ერთი წუთით კითხვას თუ შეიძლება დავამატებ, ჩემ გამარჯობათ, მოგესალმებით სულ ყველას. იცით რა მაინტერესებს? აი, რატომ ერიდებით აი კრიტიკას? აი მე მაინტერესებს. აი თქვა ჩატარდა. მოდი, ეს უკვე სხვა კითხვაა. არა, იგივე კითხვაა უბრალოდ. იგივე კითხვაა და იმიტომ აი ამ კითხვას გაგრძელება. და აი ხშირად არის თქვათ მომღერლის სოლო კონცერტი, ჩატარდა მომღერლის სოლო კონცერტი. იქ არასდროს არ იწერება მომღერალმა თუ როგორ იმღერა, ან იქ ყოველთვის წერია, პრესაში ყოველთვის წერია. კონკრეტულად დამისახელება. კონკრეტულად რომელიმე ჟურნალისტის ნამუშევარი. აი კონკრეტულად იცით არ მომახსოვრდება, მაგრამ მე ძირითადად რო ვკითხულობ, აი ამ მომღერლის ესე იგი სოლო კონცერტი გაიმართა და მხოლოდ ის წერია თუ ვინ ბომონდის წარმომადგენელი გამოცხადდა, რა სუნა მოესხა, რა ფილმის სათვალე ეკეთა და ის არ წერია თუ როგორ იმღერა ამ მომღერალმა, იყო ეს პლუსი მინუსი თუ რა, აი ბოლო დროს კიდე პლუს მინუსზე დაიწყო. მე არ ვიცი რა მაქვს უფლება გავთქვა ეს ადამიანი ვინ არის, მაქვს თუ არა. არა, იციქნებ მასაზე ნიღაბი. მაგრამ ნუ კარგი, ნუ ვიტყვით ვინ არის ეს ადამიანი, რომ მოიხსნა ყოველთვის როდესაც ნებისმიერი კონცერტის შესახებ შემდეგ ვიწევს წერა, აუცილებლად არასდროს არ ვიწყებ რა ეცვა მომღერალს კაბა, რას უნდა მოესხა. ეს შემდგომი ნაწილია. მე თქვენ კონკრეტულად არ მომმართავთ, მე ზოგადად ვლაპარაკობ. მე გიპასუხებ მაშინ, მე ვწერ ხოლმე ვის რა ეცვა, ვინ ვისთან ერთად იყო მოსული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ მხოლოდ ამას არ ვწერ. მე ყოველთვის ვწერ, ანუ გეტყვი მარტივი პასუხი ამაზე, მე არ ვარ მუსიკათმცოდნე და ვერ შევაფასებ მის ნამღერს. და თუ ეს შიშის ის არის, რომ თქვა კრიტიკა რო დაწერო, შეიძლება თქვა მომღერალი მოვიდეს, ან საქმე გაიგო. ერთადერთი რაც შემიძლია მართლა ხმამაღლა ვთქვა, აი მე არ ვიცი თუ კი ვინმე მიცნობს, ალბათ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მე ვთქვათ ვიღაცის ან რაღაცის მეშინი. ეს ყველაზე ნაკლებად. უბრალოდ მე არ ვარ მუსიკათმცოდნე. მე შენს ნამღერს ვერ შევაფასებ. მე შემიძლია ვთქვა, რომ აი ხალხს არ მოეწონა ნინის ნამღერი, ან ვთქვათ ვიღაც მუსიკათმცოდნეს, ვინც ამ კონცერტს ჩემთან ერთად ესწრებოდა, არ მოეწონა ნინის ნამღერი, მაგრამ მე არ მომეწონა ნინის ნამღერი, მაშინ მეტყვი რატო რაღაც ფალცეტით იყო, იმით იყო, ამით იყო, მაშინ უნდა ავხსნა, ხო, რას ნიშნავს მე რატო არ მომეწონა, ამას ვერ ავხსნებ ფიზიკურად და ის რომ მე შენი კოსტიუმი არ მომეწონა, გეტყვი რატო არ მომეწონა. მე დაუბრუნდები. ისე მე შენი კოსტიუმის ფერი არ მომწონს, ხვდები დალტონიკი არ ვარ, მაგრამ მუსიკაც ძირითადად აი ეს იწერება, რომ იმას ესე იგი პულტთან იჭდა გენა მამედოვი, იმას MS Light-ი იყო, მაგრამ ის არ იწერება თუ როგორ იმღერა, რა იმღერა, მაგრამ მომღერლები ხალშით იმღერა თუ როგორ იმღერა. მაგრამ მომღერლები
ძირითადად მღერით იმაზე, ვინ ვისთან ტირის, ვინ როგორ ელოდება სიყვარულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი არა, ეს სხვა თემა, ერთი წამ უფლებას დავუბრუნდები. ამაზე მთელი მსოფლიო მღერის ერთი წამ დაწყნარით ყველანი. გიგას კითხვას კარგად მოიქცეთ და არ შეგასხა. ერთი წუთი პირველ კითხვას დავუბრუნდები. გიგას კითხვას დავუბრუნდები უფლებას რაც შეეხება. მე უკვე გითხარით რომ მე ვარ ჟურნალისტი, პროფესიით ჟურნალისტი, მოდი საკუთარ თავის ქებას არ დავიწყებ. არა ვარ მუსიკალური კრიტიკას, არ მაქვს პრეტენზია იმაზე რომ მუსიკალურ კრიტიკას ვაკეთებ და მე კიდევ ერთი. თქვენ ალბათ არ ხართ ჩახედული ჟურნალისტიკის ესეთ სპეციფიკაში. ერთი წუთით დავასრულებ თვითონ პოლიტიკაზე წერალი ჟურნალისტი. არ არის პოლიტოლოგი არასდროს, ანუ ძალიან იშვიათ გამონაკლისებში და ისა ამიტომ არა, კითხვა დასვა გიგამ ისე უფლებაზე ამბობს, გესმით, ამიტომ უნდა უპასუხო. მე ხშირად ვამბობ კითხვებს, რომელიც ეხება მუსიკას, ტექსტს. ისე გეუბნები, სპეციალობით შეიძლება არ იყო მუსიკოსი. მე ამას ვამბობ, სპეციალობით შეიძლება არ იყო მუსიკოსი, თუმცა ძალიან ბევრისგან, მუსიკაცოდნისგან კონდეს რაღაც ჩები, ნუ რაღაც სხვადასხვა მომენტები, ეს უკვე ის არის, სხვა სამზარეულო, ასე ვთქვათ, რის უფლებაც მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ვიჯდეთ იმ სავარძლებში, რომლებიც დღეს თქვენ დაიკავეთ. ერთი წუთი ლიზა მიქნებ უკვე. მაგრამ თქვენ უფლება არა. თქვენ კიდე უფლება გაქვთ, რომ იჯდეთ ამ სავარძლებში ხოლმე, როდესაც თქვენ კიდე ხო, აი ეს კიდე უფლება არა გასვათ ერთი წუთით ეს რა ურჩი სტუმრები მყანან დღეს. ლიზამ თქვას მე მინდა უპასუხო გიგა კვენეტაძის კითხვას, გვაქვს თუ არა უფლება ჩვენ შევაფასოთ თქვენი შემოქმედება. თქვენ თვლით საკუთარ თავს ხელოვდებათ, არ ვიცი, ხელოვანად. კი, რა თქმა უნდა ვთვლი თავს. შენ ხელოვანი ვინ ხელი ვინ თვლის საკუთარ თავს ხელოვნად? რაც თუნდაც ერთი წამი. მე მაინც მინდა გავაკეთო მცირე განსხვავება. მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა არავინ არ ვაწყენინო. თქვენ ხართ პოპ მომღერლები. ამას მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ ემსახურებით მას კულტურას. ანუ თქვენ მღერით ფართო საზოგადოებისთვის. აი ვინც სპორტის სასახლეში მოდის, ვინც ტელევიზორს უყურებს, იმას აფასებს ძალიან ბევრი ადამიანი. თქვენ არ გამოდიხართ ოპერის თეატრში და არ მღერიხართ კლასიკას და ოპერას, პოეზია. იმას, რასაც თქვენ სთავაზობთ იმ პროდუქტს, აფასებს უამრავი ხალხი. და იმ ხალხში ბოდიში და ჩვენ ნამდვილად ვართ კოპიები. აი შენი შემოქმედება გიგა ჩვენ გვაქვს უფლება რომ შევაფასოთ და ამისთვის კრიტიკა არა, მუსიკა თუ ცოდნეობა, იცი როდის არის საჭირო, როდესაც გამოდის პალატა ბურჭულაძე ასრულებს მართლაც და რაღაც ძალიან სერიოზულ კლასიკურ ნაწარმოებს და იქ ნამდვილად უნდა იჯდეს მუსიკა თუ ცოდნეობა. იმისთვის რომ მე შენი გიგა, მე არ მჭირდება არანაირი მუსიკალური. არა, ეს არ არის სათქმელთის საწყნად ნათქვამი. მიკროფონში თუ რამის თქვა მიკროფონში ხონი? ისა, მე მინდა უბრალოდ აღვნიშნო, ანუ უნდა გამოართვა. პოპ მუსიკა ცოდნეთა კრიტიკას არ ექვემდებარება თუ რას ნიშნავს? არ ექვემდებარება. ანუ პოპ მუსიკა არასერიოზული. კახა, პოპ მუსიკაზე. მე თქვენ იცით რომ პოპ მუსიკა ეს ინდუსტრია. ერთი წამი. აი ინდუსტრია, რომელიც სწორედ ამაზე ინდუსტრია. თქვენ იცით რომ ამას შემქმნელები ეს მხოლოდ არ არის თვითონ პროცესი. ერთი წუთი. ეხლა ეს ჟურნალისტები თავის გამომძერეს და ეს არის მასობრივი არიან. ეხლა ეს დაწყებენ. ერთი წუთი. ისევე როგორც ყველა. მარო. ამბობ რა მე ეს? მაშ ხელი არ შეუშალოს თქვენ, ხო? მიდი. არა, მე უბრალოდ ლიზა. მოვიდა ეხლა ჩემი თაური. მას თქვენ ქმნით მასობრივ პროდუქტს. ხო, მაგრამ შეიძლება. და ამიტომ ამ პროდუქტს აფასებს აბსოლუტურად ყველა. ჩვენს მხოლოდ ჩვენ კი არა, შეიძლება მოიყვანო ქუჩიდან ადამიანი და იმანაც შეაფასოს შენი შემოქმედება. იმიტომ რომ გიგა, შენ ხო არ იცით რა არის? არა, ყველა ადამიანს აქვს უფლება. ერთი წუთი ნანა. შენ ინტერნეტში შენ მე მაქვს შანსი რომ მაშინ რატომ გიგა, რატომ რატომდით? იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ. მე აი ასე ვთქვი, აი მე გავასხი ჩემი თქმი, აი ასე არ შეიძლება. ისე მიგივეს ამბობ, გაჩვენი რაშიც არის საქმე. ნანა, ახსენით ძალიან ცუდად და არავინ არ გაჩვენდება. მე არ გავახსენებ გადაცემას. სიჩუმე
ძალიან გთხოვთ ყველას მიმართო რა ჩვენ ვართ ეთერში, პირდაპირ ეთერში და ეს ყაყანი არ უნდა იყოს რა დაუთმოთ. მართალია. აგერ ამომიდექი გვერდში. მე რა იტყვი ოღონდ რეკლამის შემდეგ, იმიტომ რომ გადაცემაში რეკლამის დროა. ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი და ვუახლოვდებით ახალ წელს, ამიტომ დღევანდელ გადაცემაში ყველაფერი არის ყირამალა, ჩვენი ჟურნალისტების დღიდან გასაპრესი ობიექტების სავარძლებში და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი პრეს-გუნდის სავარძლებში, ასე რომ გავაგრძელოს საუბარი. აი მოიხსნეს ნიღბები ჩვენმა სტუმრებმა. გარეშე მოგესალმებით სტეფანე, გამარჯობათ. ჯერ უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა რომ ისა რა ქვია პოპი ხელოვნება და ეს არის მუსიკა და აქედან გამომდინარე არის ხელოვნება, მაგრამ ეს ახლა არაფერ შუაში არ არის. მინდა ვთქვა ჩემი კომპლიმენტები ნანა არჩვაძისადმი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის გადაცემა პრესპრესი, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ჟურნალისტი არის ნანა. საქმე იმაშია, რომ მე სხვა შეკითხვები მინდა დავსვა. უკვე ნუ ეს თემა გავაგრძელეთ და რატომ არის ყველაზე კომპეტენტური ისიც თქვი? ნუ მისი რეცენზიები მაქვს ნანახი რაღაცეები და ბევრ რაღაცაში არის კომპეტენტური, ხა ძალიან არ მინდა განვასრულო. უბრალოდ ყველა აზრი, რასაც გამოვთქვა. რა შეიძლება? მოდი აი ესე დავიწყებთ, ხო? მე როდესაც ხშირად უყურებ ამ გადაცემას, ძალიან მაინტერესებს ხოლმე. და მაინტერესებს ლალისთან მაქვს ერთი შეკითხვა. აქ იჯდა სტუმრად ნინა, რომელიც არც ჩემი ახლობელია, არც ჩემი მეგობარია. უბრალოდ მე ძალიან ისეთი ობიექტური ადამიანი ვარ, ესე ცალკე და ყოველთვის, როდესაც რაღაცას უყურებ, სულ რაღაც სამართლიანად მინდა რაღაცის გაგება. და შენ ეს თირამ უთხარი მას, მე მართლა არ მაქვს არანაირი კონტაქტი ამ გოგოსთან, უბრალოდ რაღაცა გარკვეული ძალიან შორის სიმპათიები მაქვს და შენ მას უთხარი, რომ მისი სიმღერა, რომელიღაცა სიმღერა მატირე არის ძალიან უგემოვნო. ძალიან უგემოვნო. თუნდაც მისი ტექსტიდან გამომდინარე, დღესაც იგივეს გავიგე. რა პარამეტრებით ზომავ აი ამ გემოვნებას და უგემოვნებას შორის, იმიტომ რომ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდი, როდესაც ეს სიმღერა მოვისმინე მე პირველად და კიდეც უთხარი, თუ დეპრესიული იყავი მეთქი, ჯობდა მე მგონი გემღერა მაცინე ვიდრე მატირე მეთქი, ხო და აქედან გამომდინარე. რატო აღმოჩნდი? აი რატო გადაწყვიტე, რომ ეს არის უგემოვნო სიმღერა, ეს მაინტერესებს. გითხარი, ტექსტი იყო საშინელი, ჩემთვის. ტექსტი იყო საშინელი, შემზარავ. ოკეი. და შეიძლება კომპოზიტორთან მე ეხლა ეთერის საშუალებით ბოდიშის მოხდა მომიწიოს, ნუ მაია კაჭკაჭიშვილთან, მაგრამ აი ტექსტი იყო შემზარავი, რომელმაც აი შემძრა მთლიანად. გასაგები. და კიდე თქვენთან მაქვს შეკითხვა ერთი. ერთხელ ერთ-ერთ გადაცემას უყურებდი, როგორც აღმოჩნდა პრეს ხშირად უყურებ და ესეთი რაღაც თქვი, რომ ისა სტეფანეს არ მინდოდა იქამდე მიმეყვანა, რომ რაღაც ჩემზე ყოფილიყო საუბარი ან რაღაც, მაგრამ აი ეს კლიპი რომ არისო დიდხანს გელოდიო, არისო საქართველოში ყველაზე საშინელი κλიპიო, ესეთი რაღაცა იყო, მე მახსოვს. ხო. არა, ეს არ ყოფილა, ეს ის გოგონა არ ყოფილა. მეც ვიფიქრე, კაცო, ეს გოგო რა ლამაზია მეთქი ახლოდან და ტელევიზორში რა, ესე კი სხვა არის, всё, კაცო. ეს მოვიდა კაფჩელმონება. კარგი, შემდეგი კითხვა. ესე ის სხვა, ის სხვა გოგონა. ამ წურა სტეფანე კითხები? აი, ხო. ისა, აი მე ეს გიგას და ნინის კითხვას გაგრძელება მინდა რომ მაინტერესებს ასევე რომ აი რატო არის ხოლმე აქცენტი ტანსაცმელზე, უკაცრავად ბუზღალტერებზე თუ ვარცხილობებზე, ადამიანებზე. მე მართლა ვერ ხვდები. არასდროს არავინ ჩემგან ხშირად მოდიან ჟურნალისტები და აი უამრავი ინტერვიუ აუღიათ, მაგრამ არ დაუბეჭდიათ. რატო? იცით? იმიტომ რომ მე არ მილაპარაკი, არ ვალაპარაკებ ხოლმე პირად ცხოვრებაზე, ტანსაცმელებზე, ვერსაჩის, გუჩის, რუსიკი მაცვია თუ რაღაცა. არა, გამასრულებინე და არ იბეჭდება ხოლმე ეს სტატიები და მე მაინტერესებს კითხვა არანაირად არავის მიმართ არ მაქვს არც კრიტიკა, მართლა მაინტერესებს რომ ეს ხალხის მოთხოვნა და ამიტომ თვითონ ჟურნალისტების თუ აი ვერ ვიგებ რატო. პირველი ძალიან კარგი გამოსავალი კიპოვია ქეთი, იმიტომ რომ მე ყოველთვის მინდა და მომღერლებისთვის მე თქვა, ვისაც პრეტენზია აქვს რომ ნუ წერ ჩვენს ტანსაცმელზე და გარდერობზე და ასე შემდეგ, მოდი ნუ ილაპარაკეთ ინტერვიუში, ეს არის საუკეთესო გამოსავალი. უარი უთხარი უბრალოდ, ხო? მეორე კახა მართალია არ ბეჭდავენ მე სტატიებს. ეს ცალკე ეს მათი პრობლემაა. მე ზოგადად ვამბობ. იცით რა არის? ხალხს აინტერესებს. კახა დაანთავროს ხო ლალი, ნანამ დაასრულოს რა აზრი. კახა მიკროფონში თუ რამე საქმე. მაშინ ეხლა მე ვიტყვი შეიძლება რა. გამარჯობათ, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამდე კახა წელს. რამეს დამატება ხო გინდოდათ? არა, დავამატებდით თუ შეიძლება.
ნანას ვეთანხმები უკაცრავად თაკო რო გაგაწყოთ. მე დამავიწყდა მაპატიეთ. თუ კი დაუჯექი ჟურნალისტ და ესაუბრე მის მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვას, ესე იგი შენ მასთან ერთად უკი ალიანსში ხარ და გათავდა, მასთან პრეტენზიები აღარ უნდა გქონდეს. აი მე რო ვიყო მაგალითად ვარსკვლავი, ხო? და მოვიდა ჩემთან ჟურნალისტი, პირველი კითხვა დამისვა და მე ის კითხვა არ მომეწონა, იმას წაგავარდებ იმას რა ქვია დიქტოფონს, ამოვიღებ კასეტას, წავშლი და გავუშვებ. ხშირ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ ხდებოდა, ის მეუბნებოდა რომ ხო არა, არ არის პრობლემა, დაგიბეჭდა და უცებ აღმოჩნდა რომ ის არ იბეჭდება. მე ყოველთვის ჩემთვის ყოველთვის აღმაშფოთებელი ის არის, მე დავჯექი ვისაუბრე, წავიდა და რაღაც საშინელება და თუ არ ახარ დარწმუნებული რომ ესაუბრე მას ბატონო ხშირ შემთხვევაში ყოველთვის ხდება რომ ეხლა შენიც რომ მე პრობლემა არ მაქვს არც კომპლექსი არ ყოველთვის პასუხებს ვაძლევ თითქმის ყველა შეკითხვაზე ხო ან საერთოდ არ ვაძლევ ინტერვიუს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ესეთი რამ რომ ან რედაქტორი აკეთებს თუ ვინ ვის აბრალებს ვერ ხვდები თუმცა რაღაცეები იცვლება იქ იმის გამო რომ უფრო გაყიდვადი იყოს რამე თუ ის უფრო ინტრიგულია მომისმინე ანუ ეს იყო რამოდენიმე იცით რა არის ერთი იმიტომ რომ მომისმინე მან დაისწრაფა ერთი ტამ აგიდიბოდი დაასრულოს ხო აზრი ხო აი მე მინდოდა უბრალოდ ეგეთი რამე რატო ხდება გაგე რაღაც ინტერპრეტაცია იძლევა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით ანუ იმ ხრივ რომ რაღაცა კონდეს გასაგებია რომ უნდა იყოს კომერციულად გამართლებული გაყიდვადი მაგრამ თქვენ ერთი წამით თქვენ მინდა უბრალოდ მიხვდეთ ერთ რაღაცას თქვენ და ყველა საერთოდ და ყველა ჟურნალისტი მინდა ვთხოვე ხა იცით ჩვენ რამდენი ჟურნალისტი მეგობარი მყავს ყველა ძალიან კარგი და საერთოდ ჩვენ აი ეს ურთიერთობა ეს არის ჩვეულებრივი რამ ჩვენ ერთმანეთის გარეშე ასე თუ ისე მაინც ვერ ვიქნებით იმიტომ რომ თქვენ ჩვენ ხარჯზე ხდებით პოპულარულები ჩვენ თქვენს ხარჯზე ხდებით და ასე შემდეგ თუმცა ყველაფერს უნდა ქონდეს სწორი ფორმა მე ვთვლი მაგრამ ჩვენ ანუ მე ვგულისხმობ იმას რომ ის თუ გაყიდვადი უნდა იყოს ხო და ის უნდა იყოს იმას ხო შეიძლება უფრო რაღაც ისეთი ფორმა მიეცეს არა სალანძღავი იყოს არამედ იყოს კრიტიკული და არა სალანძღავი ხვდები აი რა პრობლემა არის ჟურნალისტებს და ჟურნალებს და საერთოდ აი ამ პოპულარულ ხალხს შორის ხო არა კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი და არა სალანძღავი ხშირ შემთხვევაში მე გაუნათლებლობას ვაბრალებ ჟურნალისტიკაში იმას, როცა ეს სალანძღავი მასალა ხდება და არა გასაკრიტიკოსებელი, უბრალოდ კრიტიკის ქვეშ მოკლედ გააკეთე. იცი რა ერთ რამეს ჩვენ ახლა 4 მე საკუთარ თავზე ვაკებ ხო პასუხს და ყველა ჩვენ გლობალურ პრობლემაში გადავიჭერით იცი რა არის. მაშინ კარგი, მაშინ გავაგრძელებთ რა ერთ რაღაცას. თუ საკუთარ რაღაცებზე ვილაპარაკო. კი ბატონო, მაშინ ხო პირველი რაღაცა საკუთარ ეხლა არ მინდა. დაკონკრეტება აუცილებელია და სასწაული. კონკრეტული რაღაცა შენ დაწერილი თუ არ ვწდები თუ არ მეშლება. ცნობილ სახეებში ჟურნალი რო გამოვიდა ხო რაღაც ცნობილი სახეები? ცნობილი სახეები. ხო, იქ არა, სახელები. სახელები, არა, სახეები, მე მგონი. სახელები და სახეები, რაღაცა. არის ჟურნალი, რომელშიც ნუ ცნობილი სახეები მოხვდა და ნუ მეც ხვდა წილად, დიდი მადლობა, რომ მოვხვდი ამაში. თუმცა იქ ეწერა ესეთი რამ რომ მე არ უნდა გამებედა საერთოდ ეს არ წერია იქიდან გავდინე რომ შენი აზრია ჩემი აზრია არ ვიცი არა გეშლება ხო მოდი გავიგოთ რა წერია არა წერია იქ რომ ნუ მედიკო ძიძიგურის შემდეგ არ უნდა გაებედა არავის აი ეს სიმღერაო რა და ეთყობა იმდენად არაკომპეტენტური იყო ჩემთან დაკავშირებით და საერთოდ ჩემს ამ პროექტთან დაკავშირებით რომელიც გამოუშვი მე და იქ მედია ძიძიგურის სიმღერა შესრულდა რომ იქ საათნახევრიანი ეთერი იყო დათმობილი იმისთვის ჩემთვის რომ მე მთლიანად ამ პროექტის შესახებ მესაუბრა და იქ მე ავწერე რომ ამ ქალბატონზე კარგად ვერავინ ვერასდროს ვერ შეასრულებს იმიტომ რომ ის ლეგენდარული ადამიანია და ის ორიგინალია რა ის არის ეს შესრულდა მოკლედ შენ დაწერილი იყო ეს თუ არა შენ თუ ეს არ გიხება ანუ ეს იმიტომ საუბრობ ეხა ამ თემას რომ ყველა ჟურნალისტმა უბრალოდ ესეთ რაღაცები გაითვალისწინოს როცა ვიღაც ადამიანზე წერ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე იქნება ამაზე ხო ნიშნობა ელემენტარული ინფორმაცია უნდა გქონდეს იმ პროექტთან იმ სიმღერასთან და ასე შემდეგ ძალიან საინტერესოა, როცა მომღერლები საკუთარ აზრს გამოთქვამენ, მაია, დამეთანხმები ალბათ, კარგია რომ დღეს ესეთი საშუალება მიეცათ. თქვი? იცი რა არის, აი საერთოდ მე არ მესმის, მოითხოვთ ყველა ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები, ჯანსაღი კრიტიკა. აი ძალიან გთხოვ, აი ამიხსენი. მე არ ვიცი რას ნიშნავს ჯანსაღი კრიტიკა და ამიხსენი რა არის ჯანსაღი. მაია, შენ დღეს ხარ გასაპრესი ობიექტი. არა, დიდი სიამოვნებით დაგიხსნი, უბრალოდ ეხლა მოდი დრო დავუთო, თუმცა აქ უკვე ითქვა იმდენი რაღაცები, რასაც შეიძლება ჯანსაღი საკითხები. ანუ ჯანსაღი საკითხია, მუსიკალური მიმართულება. კარგი, ვითომ არ დაგისვამს ეს შეკითხვა. არა, ვიცი რა
არის? როდესაც მე კარგი, მაშინ მე გავაგრძელებ ერთ რამეს. ნანა, როდესაც მე ვწერ, თქვათ, იგივე ჩაცმულობაზე, ან იგივე პროფესიონალთა შეფასებით მუსიკაზე, ხო? აი მუდმივად მოდის აგრესია იმ ადამიანების მხრიდან, ვიზეც ვწერ. სამწუხაროდ აი ჩვენს ვარსკვლავებს არ გესმით, აი მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, არ ესმის ზოგადად კრიტიკის მნიშვნელობა და ყველაფერი რაც მას ტკენს გულს მიაჩნია რატომღაც შეურაცხყოფად და უზრდელობად. მე სულ სხვა რაღაცაზე ვთქვი, საერთოდ კრიტიკაც არ იყო ის, გაიგე, ჩემთან დაკავშირებით, რომ მე კი არ მეტკინა გული, დედა ჩემს ეტკინა გული, პროსტა იმაზე. კაი, კახა, მოდი ახლა აწუწუნდნენ ჩვენი შოუ ბიზნესის ვარსკვლავები, კახა, დიდი ბოდიში. კახა, ბერ, დიდი ბოდიში. ერთ რამეს შეწუხდა ხალხის კითხვების დასმავა. ბოდიში მაპატიეთ. ერთ რამეს ვიტყვი უკაცრავად, სხვათა შორის ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენ უფლებაზე ლაპარაკობდა გიგა. და ჩვენ თამამები ვართ უბრალოდ და ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი სახელით თქმა იმისა, რასაც გვიწევს ხოლმე მაგ ამ სავარწლებიდან თქმა ამ ყველაფრის. კარგი იქნებოდა რომ თქვენ მომღერლებს გქონოდათ იმდენი, თქვათ, მოდი ყველაზე არ, მაგრამ აი ეს გამბედაობა და საერთოდ ესეთი ტენდენცია არის ქართულ შოუ ბიზნესში. ერთმანეთს ახლა ის კი არა რომ მართლად ლანძღოთ, ეს არ არის ლანძღვაზე არა მაქვს კრიტიკაზე, კრიტიკაც თქვენ ერიდებით, არაზროს არავინ არ ასახელებს. მე ყველაზე არ ვამბობ მეთქი, მაგრამ არავინ არაზროს არ ასახელებს. თუნდაც აი რომელი მომღერალი მისი აზრით, სუბიექტური მისი აზრით არ მოსწონს. უბრალოდ რო თქვას, რომ არ მოსწონს. თუმცა ამას არ ასახელებთ არასდროს. მოდი, რაკენ თავებს აქნევთ და ასახელეთ რომელი მომღერლები არ მოსწონს. ხო, არა. კარგი იქნება. აი ყოფილა შემთხვევა სავარძლებში ყოფილიყავით ქეთი ფარესაშვილთან, გიგა კვენეტაძესთან და ნინი ბადურაშვილთან. პირადად მისაუბრია, ვთქვათ, მეც გამომითქვამს ვიღაც სხვა მომღერლებზე ჩემი აზრი და მათაც დაუფიქსირებიათ სხვა მომღერლებზე ჩემი აზრი. მაგრამ მე არ, აი, ნუ შენ და სტეფანე და თაკო, იმიტომ არ ვთქვი, რომ უბრალოდ თქვენთან არ მქონია ამ თემაზე საუბარი. ისე პირადი საუბრების დროს სამივე მათგანს გამოვთქვამ ჩემზე სხვა თავის კოლეგებზე, ჩემთან კოლეგებზე აზრი, მაგრამ ეს არ დაუფიქსირებიათ ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით. ეს არის მომენტი კოლეგიალობის, ეგრეთ წოდებული პროფესიონალები. ეს უკვე უნდა მოხდეს. ხო, ხარ პროფესიონალები, თვლით რომ თქვენ ყველა ხართ პროფესიონალები. ნუ არა, ჯერ არა, ნუ მუსიკოსები. ხო, არა, მუსიკოსები. მე სარკაზმით არ მithქვია, უბრალოდ მართლა ეს რადგან ახლა ვაპარაკობთ მუსიკაზე. თქვენ ხართ მუსიკოსები, თქვენ ქმნით მუსიკას. მოდით თქვათ ერთმანეთზე, აი თქვით ყველამ ერთმანეთზე, აკცდომს არ ვამბობ. საერთოდ ზოგადად, უბრალოდ თუნდაც ერთმანეთზე ისაუბროთ. ამისთვის არა ჟურნალისტებს და ხელოვან ხალხს შორის საერთოდ ვამბობ. და საერთოდ ვამბობ მე. უკვე ძალიან დიდი ხანია, დიდი ხანი და არც ისე დიდი ხანია მოვიდა მაგისი დრო, რომ საერთოდ ყველამ განიხილოს ეს საკითხი და აღიაროს ის ფაქტი, ვინ რას წარმოდია, საერთოდ რა უნდა ცხოვრებაში, ვის რა უნდა რა, ანუ რაზეც ვიცით დავიწყებ ჩვენ. მაგრამ არა, ვამბობ რომ ჩვენ გარდა ჟურნალისტები, იმიტომ გაქვს რომ ჩვენ გვიწევს ამის. გარდა ჟურნალისტებისა. აქ ჩვენ ვამბობ ვერქეთის მიეცით მიკროფონი. კახა მიეცეთ მიკროფონი. რიგში ვდგევარ და ნინი მიკროფონში თქვი როცა რამის გვაგინდა, ხო? არა, შენი კი ხშირად ყოფილა ესეთ შემთხვევა, რომ ანუ შენი ინტერვიუები რაც წამიკითხავს არის ხოლმე, რომ აი შენი აზრია, რომ აი ეს და ეს, მაგრამ ძირითადად მე მგონია რომ უბრალოდ ერიდებით და უბრალოდ რაღაც ის გეშინიათ ან ყოფილა ალბათ ესეთ შემთხვევა. აი ისე რომ გავაკრიტიკო და ნახავ თუ მოვერი. არა, იცით რა, კომპეტენტური უნდა იყოს შემოისა. ნინი რომ გააკრიტიკო ვიღაც მუსიკალური განათლება. ერთი დაწყლავდი იმას. მაია, ჩემმა იდეამ ასეთი აჟიოტაჟი. მართლაც საინტერესო მე ვფიქრობ. შენ ჩემს გავაზარალებ ახლა ჩემი თოვლი. აი, თაკო, არ დახვიდე დასაჭერა. ლალი! უკაცრავად. არავითარი პასუხი. არავითარი პასუხი. გიგა დიდი ბოდიში. პრესში უნდა იცვლებოდნენ ჟურნალისტები, ვინც არიან მუსიკათმცოდნეები და დაწყლავდი. ასეც ხდება ჩემო გიგა. ამიტომ თაკო დასაჭერა. ასე არ ხდება. მიაკოსო ნანა გიგა დიდი ბოდიში მე ბევრი მაქვს ამეცადინო როზე ვზივარ აქ უაზრო დაში ხო თორე კიდე წაგერთვენ მიკროფონს ხო მე მაინტერესებს რატომ გაქვთ აქცენტი სულ ყოველთვის რაღაცა სკანდალებზე ანუ კონკრეტულად ჩემს მაგალითს მოგიყვანთ თუ შეიძლება
აი მე მაგალითად ხო ორჯერ როდესაც ავიღე პირველი ადგილი ეს იყო იალტაში მე სლავენსკი ბაზარზე არავის არც გახსენებია და ჩემთან არ მოსულა რომ თაკო აბა როგორი იყო და რამდენი ტური იყო და ცოცხლათი იმღერა თუ აი ყველაფერი დეტალები არავის არაფერი და არავინ არც იცოდა რომ მე ხარ დავიწყებდი აბა პირველი ადგილი ავიღე არა ასეთ შემთხვევაში ალბათ თვითონ დავკავშირდე ხო ჟურნალისტი არა ეს ტელევიზიით გაშუქდა ერთხელ მე მგონი გადაჭარბება არ არის საჭირო რომ პირველი ადგილი ავიღე და ვაიმე ეს რა მოხდა ეს ერთხელ გაშუქდა ტელევიზიით და მორჩა დამთავრდა გამოხმაურება ამას არ მოყოლია როგორც კი მე ჩემ მეუღლეს გავშორდი, რაც კი რამე საქართველოში ჟურნალები, გაზეთები თუ რა იყო, ჩვენსაც არაფერი გავიგე. ჟურნალი არც ჩვენსაც. აშკარად. ნუ აი არ ვიცი რა ხდებოდა და როგორ და რა მოხდა და რა. ხო, ჩემი ხო, აი მე მაინტერესებს. გასაგები, ანუ რატო გაინტერესებთ შემოქმედება ნაკლებად და პირადი ცხოვრება უფრო მეტად? საქმე იმაშია. ვიზას ყველაფრის ახსნა, საერთოდ მოусმინა საინტერესოა. და მე თუ შეიძლება ლიზას მე კი ბატონო. აი მოусმინოთ რა ერთმანეთს მართალია თაკო. ერთადერთი მხარდამჭერი მყავს სტუდიაში. თაკო, ჯერ ერთი როდესაც შენზე წერდით ჩვენ, მე ვამბობ ინტერნეტ რადიოჯის რედაქტორი ვარ, ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ თაკო გაჩიჩილაძე ის მომღერალია, რომელიც გამოდიოდა სლავურ ბაზარზე და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ 2 წლის წინ ინტერვიუ შენთან ამაზე იყო ვრცელი მე მგონი საკმაოდ სტატია და ალბათ წაკითხულიც აქვს. ეს დაიწერა. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენთან მოკლე ნიუსათი, დიდი ინტერვიუ დაიწეროთ, მაგრამ მოკლე ნიუსად დაიწერა, რომ თაკო გაჩიჩილაძე გაშორდა ქვას. როდესაც თქვენ დაქორწინდით, მაშინაც დაიწერა და ჩვენ მოგილოცით. და ისიც დაწერა. მე მინდა რომ ერთი რამ გააცნობიერონ მომღერლებმა, ალბათ იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მომღერალი არ არის მხოლოდ სიმღერის ჩაწერა, ალბომის შოუ ბიზნესი, მომღერალი შოუ ბიზნესი არ არის მხოლოდ ალბომის ჩაწერა, პრეზენტაციის მოწყობა, ტაში, შემდეგ კლიპის მიტანა ტელევიზიაში და რადიოში სიმღერის და არა, შოუ ბიზნესი არის ძალიან ბევრი რამ. აი ეს გადაცემაც არის შოუ ბიზნესი. აი ის რომ თქვენ ნაწყენები ხართ და ჩვენც აქ ვზივართ და რაღაცას გიტევთ და ვითომ რაღაცას გაკრიტიკებთ ხო და აი ეს გადაცემა არის შოუ. აი ის რომ ქორწინებია და მიდის იქ ჟურნალების ჭიდილი და ტელევიზიების რომ ის ქორწილი გადაიღოს აი ვარსკვლავება და რაღაც აჟიოტაჟი ხო ეს ელიტა შეიკრიბა იქ რესტორანში გადაიღეს ესეც შოუ ბიზნესია. თაკო ის რომ გათხოვდი შენ ეს შოუ ბიზნესია. ის შენ რომ მეუღლეს გაიყარე სამწუხარო, მაგრამ ესეც სამწუხაროა, მაგრამ მესმის. გასაგებია, მაგრამ რატომ არის დაინტერესება უფრო პირადი ცხოვრების და არა შემოქმედება. და მე ვიცი რომ მე მინდა რა ბუნებრივია, მე მინდა რომ ჩემთან შემოვიდეს მკითხელი და წაიკითხოს. მე ვიცი რომ ის მხოლოდ ის კი არ აინტერესებს, ნუ გაიგო რომ იყავი სლავურ ბაზარზე, კი ბატონო. ერთი ორჯერ სამჯერ ვახსენე რომ იყო თაკო გაჩიჩილაძე ეს შენ ახსენე ლიზა მე კონკრეტულად შენზე არ მაქვს მაგრამ მე საერთოდ მე ნაკლებად მაინც მინდა სკანდალებზე გავაკეთო აქცენტი რატო უყვართ ჩვენ კი არ გვიყვარს ჩვენ ვასრულებთ უკითხელი პირველ რიგში თქვენ გიყვართ ხალხს თავი რომ არა როცა სკანდალი იყო თქვენ უფლება გაქვთ რომ ყველა კითხვა დასვათ და ყველა მიმართულები მოდი ახლა კითხვას რომ დავსვათ მე მაქვს კი მე მაქვს უფლება რომ ყველა კითხვა დავსვათ და შენ გაქვს უფლება არ უყარს ამორალისთან კავშირდება არა რა თქმა უნდა ანუ ამორალი მე შენს არა ერთი შამის რა ერთი ახლა გავფანტავ აქ სიტუაციაში ანუ კარგი გამოსავალია ეს თოვლი იპყრობს ყველა მაიას გარდა ყველას ყურადღებას იპყრობს ეს თოვლი ლიზა და შენთან მაქვს კიდე ერთი შეკითხვა რატო უყურებ ესე ალმაცერად პოპ მუსიკას არა არ უყურებ შენ ისე თქვი რომ შენ ისე თქვი რომ აიმე პოპ მუსიკის მომღერლები ხარ მე რა თქმა უნდა არ ვიზა მამასთან ნამდვილად არ გავბედავ მაგრამ მაგალითს მოგიყვანა ხა მე კი არ ვადარებ ჩემ თავს მადონა ვინ არის ან ჯექსონი ვინ არის პოპ მუსიკა ხო არის იმას არ ეკრიტიკებენ თუ აუ ეს პოპ მუსიკაა ჩვენ წავიდეთ ხა პავაროტი შევაფასოთ თაკო მე დავიცავი
მხოლოდ ერთი წამ ჟურნალისტები დავიცავი. იმიტომ რომ ესეთი კითხვა იყო რომ აი თქვენ რა უფლება გაქვთ ჩვენზე დავწეროთ. ჩვენ ისეთები ვართ. თუმცა უკაცრავად ლიზა დიდი ბოდიში რომ გაწყვეტილებ. დიდი ბოდიში ლიზა ერთი წუთი. თუმცა ალბათ დამეთანხმებით აკო რომ ამ ბოლო ხნის განმავლობაში ჯექსონზე პირად ცხოვრებაზე უფრო ბევრი რამე წერება. ჯექსონი ჩაბარდა ისტორიას შემოქმედებაზე. მე მაქვს აქცენტი იმაზე რომ აი პოპ მუსიკა ისე თქვი რომ ეს პოპ მუსიკა არის გენიალური რა. პოპ მუსიკის ჟანრში დაიწერა ძალიან ბევრი ჰიტი, რომელიც დარწმუნებულია შენ ბევრის გიყვარს. ხერისმით, თქვენ რომ მასოკას უწოდებთ ზუსტად ის ხალხი და შეიძლება თქვენზე საკითხი ძალიან ბევრად განათლებულია ის მასოკაში ვინც ხალხია და თქვენ კი, შეიძლება ის უფრო განათლებული უბრალოდ ის არ მუშაობს იმ სფეროში, სადაც ჩვენ მუშავდა არ. შეიძლება შენზე განათლებულია. მასოკა უწოდოთ იმ ხალხს მასოკას. მასოკას მე არ ვეძახი. მას არ არის ცუდი სიტყვა. ხო, აი მასაში ჩვენ შევდივართ. შენ მასის ნაწილი ხარ, მას კულტურა ის არის, რასაც უსმენ ძალიან ტელევიზია არის მას კულტურა, იცი შენ ეს რა? რადიო არის მას კულტურა. შენ ისე თქვი რომ თუ ეს ისეთი ტონი გამოვიდა, მე ბოდიში არა, იცი არის, ლიზა გამოვიდა, იმ პოპ მომღერლებს, განსაკუთრებით კარგ მომღერლებს. ბოდიშს მოვხდი აუცილებლად. ნამდვილად დიდი პატივისცემით. დღეს მიტევების დღეა, ასე რომ მოგეტყვით. უბრალოდ მე დავიცავი, ხოლოდ ეს კითხვის შეიძლება არის. კითხვა იყო ისეთი ფორმით დასმული, იმიტომ რომ აშკარად ასეთ პასუხს მოიწვია. არა, პრინციპში არ იყო პროვოკაციული, იმიტომ რომ გასაგებია რომ თქვენ არცეთ არ გაქვთ პროფესიონალური, ესე იგი მუსიკალური განათლება და თქვენ ნამდვილად ვერ შეაფასებთ იგივე იმ პოპ მომღერალს, ხო? არა, პოპ მომღერალს შევაფასებთ. რატო ზუსტად ამაზეა. აი, მაშინ ახლა მითხარი როგორ შევაფასებთ. მაშინ როგორ შეაფასებთ? პოპ მომღერალს შევაფასებთ, როგორც მსმენელი და როგორც მაყურებელი, ხო? მე ვხედავ ვიზუალურად მომღერალს, აი, თაკო, იცი რა, სმენა გაყოლა. ერთი სმენა ყველა. ერთი წუთი. დიდი ბოდიში. მომღერალი პირველ რიგში ვიზუალურად უნდა იყოს. მაშინ შენ გიგა, იცი რა არის? ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი წუთი. ეხლა თქვენ გესმით, ვინ დასლაპარაკობს და ვინ რაზე აძლევს პასუხს ამ ადამიანებს? აი, შენ დაიწყე ირკვევა ლალი ძალიან ლურჯი ადამიანი გამოდექი შენ ახლა. აი მე მინდა აღვნიშნო, უკვე დაიწყო ვიზუალურად. აუცილებლად. მაშინ შევაწახო ჟურნალ ვოქში და დაწერო პირველ რიგში არა, ვიზუალი რას ნიშნავს? იცი შენი იმიჯი, თაკო. შენ ხო გახსოვი იმიჯი. მომღერალზე წერ. მაშინ შენ ვიზუალურად უნდა აღვნიშნო მოდელი. თაკო, სტეფან, ლიზა, ერთი წამი რა. აი ესეთ უპასუხებ თაკო. თაკო, შენ რო დღეს გააჩერო ადამიანი ქუჩაში და კითხო, თაკო გაჩეჩილაძე რომელი მომღერალი? აი ეს თმები რო აქვს ის გოგოა. ხო იტყვის პირველ რიგში. ანუ ჯერ და შემდეგ შეიძლება შენი სიმღერის სახელწოდება არც გაახსენოს. შეიძლება გაახსენოს. მაგრამ პირველ რიგში შენს იმიჯი, აი ეს გოგოა. ეს იმიჯია. მე გეუბნები კრიტიკას იწყებ უკვე ვიზუალურად. იმიჯზე გეუბნები. რატო ლაპარაკობ? აბა ნანა. ის თქვა გინდა შენ. წერთ კონცერტზე მივედით და წერთ რეპორტაჟს. ნუ ლაპარაკობთ ხოლმე კრიტიკაზე, იმიტომ რომ ჟურნალისტები წერთ ინტერვიუებსაც, რეპორტაჟსაც, ინფორმაციასაც და ასე შემდეგ. აი შეხვედი შენ, ხო? კონცერტზე. თქვა რომელიმე შენი კოლეგის კონცერტზე შეხვედი. პირველი რას უყურებ? აი პირველი დაიწყო ჯერ თავიდან რას უყურებ? კონცერტი და უსმენ. არა, თავიდან რას უყურებ? მე რას თქვა რომ მე უნდა დარბაზში შევიდე თვალ დახუჭული და ერთი წუთი ადამიანს ჟურნალისტებო რო შედიხარ მე გეუბნები რეპორტაჟზე და იქ ხარ ხარ ხოლმე და აქეთ რა დაგემართათ. ერთი წამი მე ვხსნი, აგიხსნით რა, რეპორტაჟზე ვხსნი. ეს არის ასეთი სპეციფიური რამ. რო შედიხარ დარბაზში, იქ აღწერ ყველაფერს, იმ ყველაფერში შედის. ყველანაირი დეტალი, ჩაცმულობაც, მაყურებლის რაოდენობაც, ტრიბუნები რამდენად არის გავსებული და რამდენად არა. მომღერალს როცა გამოვა, თუ დაგვიანებით არ დაიწყო კონცერტი. მომღერალი როგორ გამოვა სცენაზე, ვინ იცეკვებს, ვინ ყველაფერში PS იმღერა კარგად, ხო ან ცუდად? ყველაფერი მეთქი, ყველაფერი. ძალიან კარგი, ამოვწურეთ ეს საკითხი და ნინი. და იცით რა არის, ერთი თხოვნა მექნება და საერთოდ რა ძალიან კარგი იქნებოდა. ჩვენ საერთოდ ვცდილობთ ხოლმე რომ მომზადებულები და რაღაც ესეთი მასალებით მოვიდეთ ლიზას მithumetes ყოველთვის აქვს ამობეჭდი. თქვენ თუ ასეთი ხშირად ხვდებით მსგავს პრობლემებს, ანუ აი PS-ით მიწერილ რომ კარგად იმღერა ან რაღაც გავს. წამოგეყოთ და უბრალოდ წაგვეკითხა მართლა აი თუნდაც ისეთი რამ
თქვენ უბრალოდ არ გაქვთ მე მაგალითად ვერ მეტყვით რომ აიცი შენ აი ხა ვერ მეტყვით რომ ნანა არ ჩვენს შენ იცი რა დაწერე ასე და ბოლოს პრეში მიახატე რომ არ მაინტერესებს რა შეიძლება არ გაიგე რატო არ მაინტერესებს იცი რატო არ მაინტერესებს იმიტომ რომ აი ის მომენტია არა დღეს მე მოვედი აბსოლუტურად სხვა არ მითქვა ეს მე მოვედი აბსოლუტურად სხვა შეხედულებით და სხვა რაღაცები და მეტყვა რა მე ერთი წამი თუ შეიძლება კახა ვერ ჩემი შეთხოვნა იქნება ამიტომ ეს ერთი მიკროფონი დააჭერილეთ მე მინდა აზრი დავასრულო უბრალოდ დაასრულე მაინტერესებს როგორ არ მაინტერესებს მაგრამ არა საინტერესოა ამ ეტაპზე იმ ხრივ რომ აი წეგან ლიზა ამბობდა რა ესეთ რაღაცას რომ ისო შოუ ბიზნესი ცოტა ნაკლეჩი ძის კაკრეშლა სტოფსიხო რა ის შოუ ბიზნესი შოუ გამიგია ჯერ ერთი ხო და მინახავს ასე თუ ის როგორია ეგ კიდე საკითხავია თავზე გიკეთია შოუ ხო აი ეს შოუა ხო ვიცი ხო, აი შოუ ვითომ შოუ, მაგრამ ნუ რა შოუა, ეგ კიდე ცალკე გასარჩევი. ხო, გასარჩევი თემა. აი რაც შეეხება ბიზნესს. აი ბიზნესზე რა სიტყვი, რომ შენ ბიზნესის გამოვაკეთებ ამ საქმეს? ეს ერთი სფეროა, ესე ქვია რა შოუ ბიზნესი, სახელწოდება. არა, ერთი ქვია, ეს სხვა მომენტია, მაგრამ არის თუ არა ბიზნესი დღესდღეობით? ანუ ჟურნალისტიკა არის თუ არა? აი ამდენი ნერვიულობა. ანუ მე რატომ ვთქვი, იცი, არ მაინტერესებს უბრალოდ არ ნერვიულობ თქვენ, იმიტომ რომ ეს არ არის იმ ბიზნესთან დაკავშირებული, რომ ამან გული გამიხეთქოს და ვინერვიულობ, თორე ინერვიულებდი იმ ხრივ რომ აი იქ ჩივილი მიდის და რაღაცა მიდის და რაღაც მიდის. კონკრეტი კითხვა თუ შეიძლება ვერ გავიგე ან არ მივხვდით კითხვის არსი რაში მდგომარეობს. კითხვის არსი მდგომარეობს აკეთებთ თქვენ და ჩვენ ამას უბრალოდ წერთ და ეგ არის. ანუ თქვენ მაკეთებთ შოუს და თქვენ აკეთებთ ბიზნესს. ჩვენ საქმეს. არა თქვი ეს არის ჩვენ ერთი შემადგენელი ნაწილია. შენი შოუ ხო შეიძლება შენ ბიზნესი იყოს. თქვენ ვერაცოდეს ერთი წუთით ჩემი გავლი გათავდა ვეღარ გასხამთ ვერავის სტეფანე მიკროფონი ერთი შეკითხვა ხო შეიძლება მიდი სტეფანე თქვი რა მაინტერესებს მოკლედ ეს ახლა რაღაც კუკუ დამალობანაა ეს საქართველოს შოუ ბიზნესი და საერთოდ 99% მე თვითონაც არ მომწონს და ძალიან ბევრ რაღაცაში დღეს თქვენ გეთანხმებით მაგრამ საქმე იმაშია აი ეხა ბიზნესაც შეეხება უცებ აზრი დამება და თუ ყოფილა ეს რაღაც აი ნამდვილი ჭეშმარიტი ჟურნალისტები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ამ ჟურნალისტებს თავით გაუწირიათ რაღაცების გამო თუ ყოფილა თქვენთან შემთხვევები როდესაც ვიღაცა ძალიან უნიჭო ადამიანს აი ძალიან მეტი რო არ შეიძლება რამე ქრთამი შემოუთავაზებია თქვენთვის და თქვენ მასზე კარგი რეცენზიები დაგიწერეთ ყოფილა ეს შეგვიძლია მე ნამდვილად შემიძლია ვაღია რომ მოდი ესე შევთანხმდეთ დაიწყებს ხოლმე ლალი და ჩამოყვებით მე რიგრიგობით ყველა არყვის თორე ერთად ვაპარაკობთ მე რა საჯაროდ თქვენს წინაშე ვაღიარებ რომ ასეთი რამ არ გამიკეთები არასდროს და არც გავაკეთებ ლიზას გავაკეთებ ნამდვილად არავის არ შემოუთავაზებ მაია არა ნუ ფაქტიც არ ყოფილა არა ვეჭვობ რომ ვინმეს გაებედა პრეზუმპციანი ვინონეს იცი რა არის ჩვენთან არის ძალიან მარტივი ნანა შენი რიგი არ მოსულა ჯერ მაია აგიხია თორე ვეჭვობ რომ ვინმეს გაებედა ჩემთვის აი იცი რა ქრთამი აიღებ თქვა არა ერთი მე ავხსნი ერთი წამი ჩვენთან არის ძალიან მარტივი სისტემა ეს არის გაზეთი კითხვა თუ რო დასწრება ეს არის გაზეთი C კლასის თუ A კლასის მომღერალს თუ ნებისმიერ სხვა შეუძლია უბრალოდ მოვიდეს თუ დამირეკავს მოვიდეს ვეტყვი რომ ჩვენთან გვერდი ეს არის ჩვეულებრივი რეკლამა გაუშვებს სარეკლამო გაყოფილებაში იყიდის ეს არის ხო რედაქცია ეს არის რეკლამა აღება კი არა და ეს ოფიციალურად თუ არავის ლალი ხსნის მე მგონი ნანა გვერდი ეს არის მარტო შოუ ბიზნესში კი არა მაგრამ ეს არის მარკეტინგის განყოფილება საკუთარი უკანალის განთავსებაც კი შეუძლია არა ცენზურა მაინც არ ცენზურა დაცული არის მაგრამ ой ლანძღვარ შეიძლება და რა კიდევ ერთი გააჩნია ჟურნალისტები მომზადებული არ მოვედი ერთი მიზეზის გამო რომ მართლა არასდროს არ ვკითხულობ არავის არც ჩემ თავზე არ ვკითხულობ თუ ეს რაღაც სათაურებით არ არის ჩემთან დაკავშირებული რამე სკანდალურით მაგრამ ლიზასთან მაქვს ერთი შეკითხვა იმიტომ რომ ჩაეძინა მე მაინტერესებდა როდესაც გიგა კვენეტაძეს აი იყო აქ მე გეუბნებით ყველა პრესი მაქვს თითქმის ნაკლები არა ფანი თვითონ პრესის კი არ ვარ უბრალოდ მაინტერესებს ხოლმე არც გიგას ფანი არ ვარ უბრალოდ საქმე იმაშია რომ ლიზამ ეს რაღაცა ვიცი რომ აი ერთ ბავშვთან მღერის დუეტს გიგა სტეფანე იცი რა არის საახალწლო გადაცემა და რაღაც სულ ისეთ თემებზე საუბრობ არა რაღაც შენც ჩაგეძინა
და მოდი რამე კურიოზები გავიხსენოთ. მაშინ იცი რა. მოდი აი ნინი დაუსვამს რაღაცა სასაცილო კითხვა. მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს. არა, მე ნამდვილად ვერ გადავწყვეტ. მე ძალიან ლიზა, მოდი გასას კითხო და თუ არ გინდა მე არ უპასუხო. შეგიძლია მიპასუხო. აი, როდესაც შენ დაუსვი გიგას შეკითხვა რომ ეს რაღაც პედოფილის მომენტი, მე ძალიან შევწუხდი, ძალიან შევწუხდი. რამ განაპირობა ეს რომ შენ აი ხოლო ტექსტმა სიმღერის ხოლო სიმღერის ტექსტმა ძალიან ბევრი არგუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ რაღაცა აი არა სტოპა აი ლიზა შენ გასუფლება არ უპასუხო ამ არ მაინტერესებს და არც მინდა ამაზე მithuned ლიზა მხოლოდ კეთილი რა მე რო ვიჭექი შენ არ ჩაერთო გიგა ერთი წუთი მე მესმის რომ ესაკითხი შენს გეხება მაგრამ დაამთავრო სტეფანე გიგა აქ იჯექი გიგა დიდი ბოდი საერთოდ და მაშინ შეგეძლო დიდი ბოდა სტეფანა ერთი წუთი და შენ სადღაც მაგრამ კაი ამას მიშო პირდაპირ ეთერში ვცემდი. ნუ ეს პირდაპირ ეთერში აი ცემდი. ის არაფერია. მაგრამ მე მოგერეოდი სტეფანი და გიტა ერთი დარტყმით აი აქ დაწვებოდი. აი ამაზე ახლა თუ გინდა ვიჭი. მოდი არადეს ჭიდაობას რა. მოდი აი ერთი მაგიდა შემოვიდეთ და ხელი გადაუჭიეთ მაშინ ერთმანეთს. როდესაც მე მეჯექი მე შემეძლო მეთქვა რომ აღარ კარგი მოდი, ესე იგი, ჩვენ გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ სიმედი მაქვს რომ ვილაპარაკებთ უფრო თბილ თემებზე. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაღაც ტკბილი მოგონებები. ნინი გაიხსენებს რეკლამის შემდეგ თავის ტკბილ მოგონებებს რეკლამაზე. ეთერშია ток-შოუ პრესი და ჩვენი დღევანდელი დაპირისპირებული მხარეები, პრინციპში რომლებიც სულაც არ არიან დაპირისპირებული, უბრალოდ ყველა ერთად ლაპარაკობს, აგზელებენ საუბარს და რიგი დაიკავა ახლა წესიერად ჯერ არის სტეფანე, მერე მოდის ნინი. მესამე აქეთი და მე ვნახოთ როგორ არის. ხო, რიგში ვარ პირველი, რადგან სახალისო ამბებზეა საუბარი და რადგანაც ეს არის გადაცემა პრესი, ხომ თლად ვერ ვიხალისებ და ამიტომ სახალისო შეკითხვას დავსვავ ლიზასთან ისე თუ შეიძლება ამოვიჩემე ლიზა. მე ის არა ქვია, ერთი შეკითხვა მაქვს ლიზასთან. ეს მოატრიალეთ რა. მოატრიალეთ, ვერ მუშაობთ ესე. კაი. მე მაქვს ერთი შეკითხვა. როდესაც მე რამოდენიმე ხნის წინ ვიყავი აქ მოსული სტუმრად, მე ლიზამ თქვა რომ შენ მოგცესო რაღაცაო ტიტულიო ექსტრავაგანტულობისო, მაგრამ აქ მე არაფერ შუაში არა ვარ, მიხვდებით რატომაც. მეო ვერ გავიგეო რა შუაშიაო შენი ექსტრავაგანტულობაო. ესე იგი ერთი მომენტი მინდა გავიხსენო, როდესაც ერთხელ მე ჩემ მეგობრებთან სტუმრად მივედი. ვნახე რომ ძირს იყვნენ დაყრილები ჩემ მეგობრები, აი ძირს ეყანენო. ესე და ვეკითხები ხალხნო რა გჭირთ? რა გჭირთ გამაგებინეთ მეც გამაცინე და ესე და ლიზას საიტზე ლიზას ფოტოები ნანახი გაქვს აი ესე მიყვიროდნენ და რა ხდება და შედიო და მაყურებელს შევხსენებთ ეს არის ლიზა წერტილი G რეკლამას გააკეთებ. მოკლედ შევედი ამ საიტზე და რო იხსნება ეს საიტი იხსნება ესე ლიზას უამრავი ტოპ მოდელური ფოტოები, მაგრამ საქმე რაშია რომ როდესაც მე ერთ ფაქტს გავიხსენებ, შეიძლება ძალიან ცუდი ადამიანი მოვეჩვენო ხა ეს, მაგრამ მაინც ბებიაჩემმა 60-იან წლებში დაამთავრა ჭრაკერვის კურსები. სადაც დიპლომთან ერთად მას გამოაყოლეს ორი პრიბალტიკული ჟურნალი, რომელსაც ერქვა მოდა. აი დაახლოებით როდესაც ვნახე ეს ფოტოები, მე გამახსენდა აირზენა სტუარდესები, სიმართლე გითხრა და ეგ ჟურნალი, სხვადასხვა პოზებში წამოკოტრიალებული დივანზე. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ შენი გადმოსახედიდან მე ექსტრავაგანტული ვერანაირად ვერ ვიქნები. ანუ მე მოგეჩვენი შენი ზედმეტად ექსტრავაგანტული? ხო. გეთანხმებ, სტეფანე მე გაცილებით უფრო ექსტრავაგანტული ვარ. ესე იგი უნდა ველოდოთ შენგან. ელოდე. სხვა ფოტოს ესიებს. მოდა 60-ატა 60-იც მოვეტარდალებ. სო დიდი მადლობა მე და. არაფრის შემოგარგო ნინი შენი რიგია. მე უბრალოდ კითხვა არ მაქვს, მე უბრალოდ მინდა მიმართო თქვენ კონკრეტულად თქვენთან არც ერთად კითხვა არ მაქვს, მე უბრალოდ მინდა მიმართო ყველა ჟურნალისტს რომ ვთხოვო რომ ცოტა ინტელექტუალური კითხვები დამისვან. იმიტომ რომ მოდიან და ძირითადად მეკითხებიან, რა ზომა მაქვს ფეხი? ეს ფეხსაცმელი სად შევიძინე? სად ვიყიდე ეს ჯინსი და ცოტა ისეთი კითხვები რომ ანუ ინტელექტუალური მეც მომბეზრდა ერთი და იგივეს ლაპარაკი და გამოდივარ მე აი მაგალითად ნინი რა კონკრეტული კითხვა შეიძლება დაგისვას განათლებულმა ინტელიგენტურმა ჟურნალისტმა. ნუ აი ვის თული თქვა იგივე მე ხო
მომღერლად ვითვლები და აი პოპ მუსიკაზე დამისვა შეკითხვა, იგივე თეატრზე დამისვა შეკითხვა, რა ვიცი, ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს, რაც შეიძლება დასვას ჟურნალისტმა. შენს გავსი იცი რა არის ძალიან შენს გავსი ინტერვიუები არ წარეკითხავს. ნინის თხოვნა, რომელიც ალბათ მარტო ნინის არ ძალიან არის, ყველას აწუხებს. ჟურნალში მე უბრალოდ რა არის, იცი დამამთავრებინე. უბრალოდ მე გამოვდივარ, აი როგორ იცი, რაღაცა ერთუჯრედიანი, რომელიც მარტო ვფიქრობ რა მაცვია, რა მართალი ხარ. გეთანხმები, კი ხვდები აბსოლუტურად. კონკრეტულად რომელიმეს ჩვენთაგანს ეხება ეს კითხვა? არა. ზოგადად სხვა ზოგადად მაშინ რუბრიკა პრესპრესი მოვალ ამ შემდეგ კვირაში შენ მაგალითად იგივეს გავიმეობრებ, რაც եղავ თქვი. გაუშვებდი ასეთ ჟურნალისტს ელემენტარულად სახლიდან და აღარ შემოუშვები. ამის შემდეგ ესე მოვიქცევი. და ნუ რა ვის მოეწყინა. გამოსავალია, იცი რა. მე ნახე შენ რა დაგიწერე. მე დაწერე ნინიმ სახლიდან გამოგვაგდო. რო გავუშვებ ხო ჯერდი მე მაგალითად ას რაღაცას ვაკეთებდი ხა მე 9 წელიწადია მღერი ვარ ამათან შედარებით უფრო დიდი ხანია რაც გამოვდივარ და ასე რა ვაკეთებ შემდეგ მე ვიცი რა ჩემზე ძალიან ცუდ რაღაცებს ლაპარაკობენ რას ლაპარაკობ ჯერეთი რო საშინელი სახელი შემიქმნეს. პრინციპში მე ჩემთვის ედი ტიპი რომ მართლა ყველაფერი სულ ერთია ამ ხრივ რა ვინას ილაპარაკებს, მაგრამ მომდის აი სულ წარამარა ახლობლების შემდეგ ვინც გამისნეს. დედა რა კაი გოგო ყოფილხარ, რა კაი ხასიათი ქონია უკაც ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ და შენზე რომ საშინელი ხასიათი აქვს, უმძიმესი რთული, მაგასთან არ მიხვიდეთ თორე ჟურნალისტები ლაპარაკობენ. ჟურნალისტები თუ საყიდან უშვებდი ჟურნალისტებს ვიღა ლაპარაკობდა ამას. ისინი აღწელებდნენ ხმებს სხვა ჟურნალისტებთან მღერლებთან ვის არ მიცნობენ და ახლოს არ არიან და ესეთ რაღაცებს მივრცელებდნენ. ნუ ამას თავი დავანებოთ, ყველას ვაპატიებ. და მართლა გილოცავ დღევანდელ დღეს შობას და ერთ არის მე პირველი ისე დავიწყე ლაპარაკი, რომ არ მომილოცია. და მეორე მეც მინდა რომ მიმართო, რომ თუ ესე იგი დაუშვათ ეს არის ხალხის მოთხოვნა, ხო, რომ აინტერესებთ მესმის რა გაჭირვებული ხალხია და ერთობა ამითი რომ აინტერესებთ რა გვაცვია აი ნინი ბადურაშვილს თაკოს პოპულარულ გოგოებს. საერთოდ ისეთი აზრი რომ ამ ყველა პატარ-პატარ ჟურნალისტებს ყავთ შესაბამისად ერთი დიდი რედაქტორი, რომელიც კურირებს რედაქტორი, ალბათ მის აძლევს დაკვეთას, მომიტანეთ თემა ამასთან დაკავშირებით ამას. არ ვიცი, მაგრამ არის ხოლმე რომ მე დამასრულებინე მე რა შუაში ვარ ეს სათაური მე არაფერ შუაში არ ვარ რედაქტორმა დაკუშ დამასრულები მე ისა აი ამასთან ერთად შეიძლება ესეც დაწერო და თან თქვენი ინიციატივით რახან აი თქვენ ხვამოთ რომ არა ვართო ისეთი გაუნათლებლებიო როგორიც თქვენ გაუნათლებლები ხართო მუსიკოსებიო კონკრეტულად შეიძლება მე არ მეხება და მაგრამ ზოგადად ხო და ამიტომ თქვენ შეაპარეთ იქ რომ აი იცით ქეთი ფარესაშვილი მღერის პორტუგალიურად იცის ეს ენა, იცის რაღაცა აქვს ის განათლება. აქ ესეც შეაპარეთ დაუშვათ იგივე ნინიზე არ ვიცი ხომ ვაპარებ სხვა იცით როგორი აქცენტი გააკეთეთ, რომ აი გაუმახვილეთ ამ მას გასაგებია ყურადღება და გადაატანინეთ, იმუშავეთ ამ თემაზე. გასაგებია ქეთი დანა აბა მეტირას საფუძველი. მე ნინისაც ვპასუხებ. იცით რა, მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს. თქვენ როდესაც კითხულობთ, მოდით ხალხის პოზიციაში ჩავდგეთ რა. თქვენ როცა კითხულობთ ვოგის, აი ყველას ალბათ ესე. ერთი წამით ხო, აი რუსულ პრესას, ანუ რუსულ პრესას მოდით ასე, რომელიც მისაწვდომი, უცხოურ პრესას. გვაინტერესებს, ცხადია ჩვენ გვაინტერესებს, რომ თქვა რიჩარდ გირი ხო სიტყვაზე მოვიტანე, რას ფიქრობს თქვა თავის რელიგიაზე, რისიც სწავს. საინტერესოა ძალიან. აქვე საინტერესოა მისი ახლანდელი ცოლი, რომ ორსულად არის, ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი საინტერესოა და ამიტომ ისიც აინტერესებთ და ისიც აინტერესებთ. თუმცა დიდი დოზებით არც ერთია კარგი და არც მეორე, ამიტომ მრავალფეროვნება უნდა შემოვიტანოთ. მეორე კიდევ ქეთის კითხვას უპასუხებ. იცი რა არის? ყველანაირ შეიძლება მასალაში ჩადო ყველაფერი, ყველანაირი კითხვა. ისიც რაც თქვი რომ პორტუგალიურად ბღერი და საკმაოდ განათლებული ხარ და ხო არა თქვა ეს კითხვებში შეიძლება ინტერვიუში გაკეთდეს. თუმცა იცი რა არის ყველა ინტერვიუ ერთმანეთს დაემსგავსება შესაბამისად, თუმცა ისედაც ძალიან ხშირად მე ვიტყვი, ხო, ერთმანეთს აქვე ვიტყვი, ძალიან საკმაოდ ესეთი. თუმცა ეს ისე გააკეთეთ იმპროვიზაცია. იცით რა არის? ერთი კიდევ ერთ რამეს მე არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, არც თქვენ მოგაყენოთ შეურაცხყოფა. თუმცა ძალიან ბევრი მე ხო თქვენს ინტელექტზე უბრალოდ მართლაც არ ვიტყვი, უბრალოდ არაფერს. საერთოდ მოდით ზოგადად ვისაუბროთ. ჩვენ ახლა დავსხდეთ და გოეთეზე ვისაუბროთ თუ სხვადასხვა რაღაცეებზე. არა, თქვათ ვაბობ, უბრალოდ იმაშვები რა.
საუბრობთ ინტელექტის იწყება აქიდანაც რა ანუ მარტო გოეთე კი არა ინტელექტზე თუ საუბრობ ინტელექტი ხო ახსენეთ არა საერთოდ თავის პროფესიაზე უნდა თუნდაც თავის ხარ ის არის გლობალურია ხალხო იმაზე რო ილაპარაკო თვითონ მსახიობმა და მომღერალმა შეიძლება არც იცოდეს შეიძლება ვერც დაგელაპარაკოს მე მომზადებული მასალით საინტერესოა მიკროფონში და კიდე იცი რა შეკითხა საინტერესოა მაგას აი ხა აქ რო ახსენა პოპ მუსიკოსიო მე მართლა გეკითხებით რა ეხა ხო ისეთი გადაცემა მხიარონ და მე რა ჟანრის მიმართულება ვარ აი თქვენი ჟურნალისტების სფეროში აი როგორ მომიხსენიებ აი მაინტერესებს არ ვიცი აბა ყოველთვის ამ თვითონაც არ ვიცი აი თქვენი გადმოსახედი ნუ შენ თვითონ თუ არ შეიძლება საიდან გვეცოდნება ეს ერთი აი შეიძლება ერთი აი იგივე არა მე თქვენ რას ნუ თუ ვიმკიცებ რომ მე კიდე გეუბნები მე არ ვარ მუსიკაცოდე მეთქი შენ ამკიცებ ჯაზ ბუმენი ვარო და თუ შენ თვითონ არ იცი რა სიმღერი მე საიდან დავიცოდე ფიქრობთ მეთქი მე ეს არ ვიცი აზრი კითხა რა ფიქრობ ნუ ალბათ ჯაზ ბუმენი ხარ მომღერალია და მე ალბათ ჯაზ ბუმენი ხარ მაგრამ ნუ იქ რაღაც მომენტებში აპსასაც ჯაზ ბუმენი პოპის ზღვარზეც დგახ აბა მე ხო არ ხარ ესე იგი ჯაზ ბუმენი პოპის ელემენტებით და სამბის დანამატებით მადლობა აბა არა გლობალურ თემებზე კი არა და გახა მიკროფონში რა თქვენ როგორ მიგაჩნიათ აი ძალიან ხშირად მოსულა მე ესე ვფიქრობ რომ ჟურნალისტი უნდა ერკვეოდეს იგივე მოდაში იგივე ყველაფერში აი ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა აი თაკოს ინტერვიუს გავიხსენებ მაგალითად ეხა ერთ-ერთ ჟურნალში აი ესეთი რამ ეწერა რომ მე შევიძინე შანელის ახალი სუნამო რომელსაც ქვია ჩელსი ამ დროს სუნამოს ქვია ჩენსი ესეთი შეცდომები ძალიან ხშირად არის მე არ ვიცი ეს ბეჭდები შეცდომა მე ძალიან მომწონს მე ვთქვი ერთხელ რომ მე ძალიან მომწონს Beyond Snows-ის რაღაცა თმის ვარცხნილობა და ბაზე ეწერა მე ძალიან მომწონს Beyond Snows-ის თმის ვარცხნილობა ან კიდევ ერთი დედაჩებთან მოვიდნენ და კითხეს თქვენი საყვარელი დიზაინერი Yamamoto უთხრა და შემდეგ ჟურნალში ეს ეწერა იამა მიტო საერთოდ ამ განაცხადიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერიდან ჟურნალების კორექტორებ მოვიკითხოთ გამარჯობათ კორექტორებო მიხედავთ ეს შენობას ყურადღებას დიეთანხმები ქართული შოუ ბიზნესდა მაგაში მართალი ხარ ნინი ამ საყედურს ახლა ერთ რამეს ამ საყედურს მე მივიღებ აბსოლუტურად მე კი არ მივიღებ საერთოდ აი ჟურნალისტების სახელით მე თვითონ მე თავად რო ვკითხულობ ზოგჯერ ჟურნალს გიждები, ну ისეთი რაღაცა იმ Yamamoto ეს კიდე არაუშავს ახლა იაპონელია და შეიძლება არ იცოდეს რომ არის ესეთი დიზაინერი Yamamoto, მაგრამ მართლაც და სასწაულები წერია რა და შე შემთხვევაში ჩემთანაც რომ მოაქვს ჟურნალის მასალა ხედავ რომ აშკარად უცხოელი მუსიკოსის სახელი და გვარი წერია არასწორად. ხო, მუსიკოსები. მე რას პირადად მე რას ვაკეთებ, მე შევიძლია თქვა, მე როცა ეჭვი თუ ვიცი ზუსტად როგორ იწერება ხო შევასწორებ დავწერ და ვივიწყებ ამ ამბავს, მაგრამ თუ მეც ეჭვი მეპარება, ხო, აი ამ ვიღებ საერთოდ ტექსტი. მე შევდივარ, არ ვიღებ, მე შევდივარ ინტერნეტში და უბრალოდ ვაბასწრებ, შევდივარ ლინკდინში და ასე. სხვას რატო არა? შეიძლება ეხა ჟურნალისტმა დაწეროს იგივე წარმატებით შეიძლება ჟურნალისტმა ილაპარაკოს ისეთ გაუმართავი ქართულით. ანუ ძალიან ხშირად მაგას მარტო ტელევიზიით ანუ მარტო პრესის ჟურნალისტებს კი არა, ტელევიზიის ჟურნალისტებს. იგივე წარმატებით, ანუ ეს არის მხოლოდ არა, ნუ კორექტურას დავაბრალოთ შეიძლება იყოს. მეორე კიდევ ერთი რჩევა. ჟურნალისტებს ძალიან ბევრს, ალბათ არ აქვს საშუალება თქვა კონდეს არა, მაგაზია. არა, პრესის ჟურნალისტ არის ნინი, ბილი და შანელი და ასე შეცოდეს. ან მოდი, ერთი რამე კიდევ რჩევა ჩემგან ძალიან მაია, ეს რაღაც ისევა. და სერიოზულად გეუბნები და ეს არ არის ხუმრობით. უბრალოდ დაუწერეთ ის სახელწოდებები, მართლაც ჩვენთან, ნუ არის პრობლემა, მე ხშირად გამიგია. პრობლემა შეიძლება მე ჩემექნა ეს პრობლემა. ეს თუ არ გესმის მას. არა, იცი რა, ნანა, დიდი ბოდიში ნინი ეს თალკე რა. ერთი დიდი ბოდიში ყოფილა მაგალითად შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს რაღაცა უთხარი და მან თუ არ იცის დაუშვათ ეს შეუძლია რომ მკითხოს როგორ იწერება ეს ან ვინ არის, ხო? ეს უკვე პროფესიონალიზმია და იგივე წარმატებით ვამბობ მაგას, რომ ერთ რაღაცას დავამატებ და ხშირად არის, როდესაც ჟურნალისტს ინტერვიუს მისცემ
და ის აი თავისი ლექსიკონით და თავისი სიტყვებით წერს. აი მაგალითად შემეუღლეს ხო ქვია მაია და მე არ არსებობს რომ მაიკო დაუძახო, არ მომწონს ეს სახელი და მე როდესაც მაიკოს უთხარი და აი რომ კითხულობ, ნერვები მეშლება. აი ეს რაღაცეები არ უნდა შეექონდეთ თავიანთი გულისყურით მოусმინე იმ აი რაღაცებს წერეთქონდე და მე ესე არ ვლაპარაკობ, გესმით და აი ეს სტეფანე მაგალითს გეტყვი. ისე მე იმასაც დავამატებ რომ ამ 4 გმირ ჟურნალისტს სრულიად საქართველოს ჟურნალისტების სახით უწევს აქ თავის მართლება. ისევე როგორც ჩვენ გვიწევს ხოლმე იქ სრულიად საქართველოს მართლება. სტეფანე ერთ რამეს გეტყვი, მუდმივად ერთი წამი უკაცრავად ამ კითხვაზე უპასუხებ, მუდმივად არის ესეთი მოთხოვნა. თქვათ იგივე საზოგადოების მხრიდან, იგივე თქვენი მხრიდან, რომ აი ამდენი ჟარგონი. აი მე მოვდივარ შენთან ინტერვიუზე, მე ვლაპარაკები ჟარგონებით, ხო? ნუ იმიტომ რომ არ დავარღვიო შენი საუბრის სტილი, ხო? და გავაცნო საზოგადოებას მაქსიმალურად შენი პორტრეტი წარუდგინო ისე რომ მან გაგიცნოს როგორიც ხარ რეალურად. ვცდილობ გამოვიყენო ეს ჟარგონები, მაგრამ ეს ჟარგონები შენს დიალოგში ვერ ხვდები და იმდენი გროვდება, შესაძლოა შენ ვერ ხვდები. მე ვფიქრობ, არა, მარტო შენზე არ ხო, გასაგებია მე ჩემ იმდენი გროვდება, რომ ამ შემთხვევაში ჩემი სირცხვილია ორგვერდიან სტატიაში გვერდნახევარი ჟარგონი მომეცნება. შენ შეიძლება ხობი გასაგებია, კორექტორი. საერთოდ მოინდომა რომ ლექსებად ჩამოწერო ჩემი ინტერვიუ, მაგრამ თუმცა ხშირია ხოლმე ესეთი შემთხვევა, როდესაც დავუშვათ მეც ვქონია ჩემი მაგალითიდან გამომდინარე გამოდივარ რომ დავუშვათ ჟურნალისტი ცდილობს რაღაც გაალამაზოს ეს ჩემი საუბარი და გამოდის პირიქით. ანუ ესეთი რაღაც იწერება რაც მე არ მithქვამს, ხო? და სხვანაირი ის გამოდის იგივე სტილი საუბრის. გადავიდეთ კიდევ ისეთი სხვა იმაზე, ხო? იცი რა არის აქ ძალიან ისეთი თემები წამოიჭრა, ხა ჩაცმაზე რატო გვეკითხებით ის გასაგებია რომ ნუ შეგეკითხები, იმიტომ რომ აინტერესებს არა გაჭირვებულ ხალხს, არამედ უფრო იმ ხალხს, ვისაც საშუალება აქვს. მე ვფიქრობ, რომ გაჭირვებულ შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს ეს შოუ ბიზნესი და მის ფულიც არ აქვს, რომ ჟურნალი იყიდოს ან გადაიხადოს. ასე რომ უფრო აინტერესებს ისეთ ხალხს, ვისაც შესაძლებლობა აქვს და აინტერესებს აი რითი ცხოვრობენ, თუმცა შოუ ბიზნესი, რასაც ვქოთ, თქვენ ძალიან კარგად იცით და ყველა ჩვენთაგან ვარო, არ არის ეს ისეთი გაგებით, როგორც ითქმება შოუ ბიზნესი, ხო? იმიტომ რომ შეიძლება შოუ იყოს უხარისხო და ბიზნესი არანაირად არ არსებობს რა, ან მინიმალური რაღაცა, რომელიც ანუ შრომას ვერ აანაზღაურებს, ისევე როგორც ჩვენ შრომას ვერ ვანაზღაურებთ ფაქტიურად, ანუ ნუ ამ ეტაპზე ვართ ძირითადად ახლა საუბარი მაქვს ქვეყანაზე და ეკონომიკაზე, ასე იგივე ჟურნალისტების მხრიდან, ხო? მინდა აღვნიშნო ეს ფაქტი, რომ ანუ შრომა დღესდღეობით ნაკლებად ფასდება, იმიტომ რომ ფიზიკურად საშუალება არ აქვს ქვეყანაში, მაგრამ მოდი უფრო გადავიჭრათ ისეთ თემებზე რა, მინდა რომ ძალიან საინტერესო იყოს გაგრძელებათ, აქ ძალიან ბევრს სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ დღეს რო აქ იყოს ჩვენს ადგილას, ანუ ხა უმრავლესობა გვიყურებს, ისევე როგორც სურვილი და გული. ანუ რაღაც სათქმელი აქვს, ჩვენ ვერ ვასწრებთ, ეხა ვერ ვიხსენებთ, ბევრ რაღაცები გვავიწყდება სანამ ერთი, ასევე ჟურნალისტებს ალბათ ბევრ რაღაცაზე პასუხის გაცემა უნდათ, ხო, რაღაცა. იცით რა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ყველამ ერთად. რომ ანუ ჯანსაღზე რატო იყო საუბარი, ხო? ანუ შენ მკითხე ხო, მე მგონი რომ ჯანსაღი რას ნიშნავს და როგორ რა ჯანსაღზე ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ის ესე აი მომღერლებზე ხო არის საუბარი, რომ ის მაგალითად არ მომწონს, არის იქ ის კი არა რომ ვერ ვიტანდა რაღაცა. რომ არ მომწონს და ნუ არ უსმენ, თუმცა ნუ ვაფასებ მის შრომას ან რაღაცა, ხო? ეგეთი რაღაცები გასაგებია. მე ეს გადაცემა მომწონს, რა თქმა უნდა, მამუკას მინდა ჩვენს მეგობარს, ესე იგი, გლონც ასე ვთხოვო, რომ ესეთივე დებატები ჟურნალისტებს შორის, რომელსაც შეხება აქვს შოუ ბიზნესთან და მომღერლებს შორისაც წარიმართოს ესეთი დებატები, ძალიან კაი იქნება ესეთი გადაცემა რო გაკეთდეს, რამე თუ ძალიან ბევრ მუსიკოსს და წინააღმდეგები დაუჯდები დებატებში სტეფანე. არ რატო არა? ჩვენ ერთმანეთს ვერ დაუჯდებით, იმიტომ რომ ჩვენ ერთი აზრი გამომდინარე, ჩვენ ყველა მოგვე ძალიან კარგად იცით, რომ ერთად კომპანიაც გვაქვს და სტუდიაც გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეიძლება ერთმანეთს წინაშე დავთ, თუმცა ჩვენ შეიძლება სხვა მიმართულების ან სხვა სტილის მომღერლებს წინაშე ის კი არა რომ ვეჭუბოთ და ქეთიფარესაშვილს კახა, ქეთიფარესაშვილს დაუჯდები. არა, რა მნიშვნელობა, ქეთიფარესაშვილს დედაჩემსაც დაუჯდები საჭირო იქნება და იმას აუხსნი რა არის ისა რა ქვია, კაცო. მე რამდენიმე დღეში მაშინ მოვალ და თქვა ჟურნალის მეშვეობით თქვენ ჭყალებში არა, ჟურნალის მეშვეობით არა, მე ვამბობ ახალი იდეა გაუჩნდა. ძალიან კარგი რუბრიკა იქნება. ჟურნალის ერთი წამი და უბრალოდ მე მინდოდა უფრო ხო, რაც შეეხება
მე გეტყვი უბრალოდ, მაესტრო ჩვენი მეგობრები არიან და სრულიად უანგაროდ შეგვიძლია დავждეთ და ეხლა თქვენი ჟურნალი ჩვენი მეგობარი შეიძლება არ იყოს, სიტყვაზე მე არ ვიცი თქვენ სად მუშაობთ და ამიტომ ფული გადაგვიხადეთ და ეს თქვენ მეგობრები იქნება ეს მომენტი. უკვე აღნიშნე სადაც მუშაობ. ხო, გასაგებია. მეორე მომენტია, იგივე ის რომ თქვენ ხო წერთ, თქვენ ხო ფულს გიხდიან ამაში, ხო? ტყუილად ხო არ წერთ, ხო? ჩვენ მაგალითად არავინ ფულს არ გვიხდით რომ ვლაკლაკებთ. მაგრამ არა, ერთი წამი. თქვენ გინდა თქვათ რომ ეს არის ჩვენი რეკლამა. ძალიან გთხოვთ ამასაც უნდა გვამადლით, იმიტომ რომ ჩვენ თქვენ შრომას ვაფასებთ. ჩვენ თქვენ იმიტომ გაძლევთ ინტერვიუს, რომ თქვენ ამაში იღებთ რაღაც თანხას, ხო? აი ეს ელემენტარული რაღაც, ანუ ხო ხედავთ, ბიზნესი არ არის აწყობილი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ იმაში, რომ ერთად და სწორი ფორმით მივაწოდოთ ხალხს და გავანვითაროთ არსებული დღესდღეობით. ეს დაბალ დონეზეა თუ საშუალო დონეზე, ძალიან კარგად ვიცით ახლა საქართველოს შოუ-ბიზნესი როგორ არის, უბრალოდ ერთად სწორად მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია და არანაირი ისევ იმას ვამბობ, რომ არა გალანძღვითი ფორმით, არამედ რაღაც აღწერითი და ბატონო? სანამ სხვა თემაზე გადახვალ გიფასო. ხო, არა, მე უბრალოდ ხო ხვდებით რა რასაც გულისხმობ. ერთი წამი თქვენ გაგიკვირდათ, კი არა. ძირითადად ეს არის კითხველის დაკვეთა. და კახა შენ და მყიდველი ამ ჟურნალში იხდის ფულს. და ჟურნალი რატომღაც ინტერვიუში არასდროს არ იხდის ფულს. იმას კი არ ვამბობ, რატო არ მიხდით, მე მესმის, რომ არ აგავ თქვენ ფული. არა, არა, ერთ რამეს გეტყვი რა, ერთი მოდი მარტივად ვისაუბროთ. რახან თქვენ ახლა შენს და ბევრს თქვათ შენს კოლეგებს აქვთ ეს პრეტენზია, რომ თქვენ ჩვენით ჭამთ ფულს, პურს. სიმართლე გითხრათ, მე სულაც არ ვჭამ თქვათ შენით და შენი ინტერვიუებით პურს, მაგრამ დაუშვათ რომ ჭამ. მაშინ მე ერთ რამეს გეტყვი რა, შენ ვერ შეჭამ პურს. თუ შენ არ გაგეყიდა კასეტა, თუ შენ არ მოვიდა შენს კონცერტზე ხალხი და შენს კონცერტზე არ მოვა ხალხი და შენს კასეტას არ იყიდა საზოგადოება, თუ მე არ გაგიკეთე შენ საინფორმაციო მხარდაჭერა მე თავიდანვე ავღები და მეც მშიერი დავრჩები, ამიტომ ისევ ჯობს რომ ჟურნალისტებმა და მომღერლებმა ვიმეგობროთ, ოღონდ შევარჩიოთ ფორმა რომ მოსაბეზრებელი არ იყოს. გასაგებია, მეც მაგას გეუბნებით რომ ვიმუშაოთ, ვითანამშრომლობ, მაგრამ მუშაობა და თანამშრომლობა ის არ არის, როცა ჟურნალისტები უკვე გადადიან შეურაცხყოფაზე, გადადიან თავისი აზრის და თავისი იდეის მოხვევაზე საზოგადოებისთვის. ანუ როცა შენ ბეჭდა, თქვენ ძალიან ბევრი რამე გავალიათ ხალხო, თქვენ ძალიან ესე ხუმრობ ეხა რომ არაფერს არ მაინტერესებს, არ წარმოადგენთ რაღაცა. თქვენ ძალიან კარგ პოზიციას და ძალიან დიდ რამეს წარმოადგენთ ხალხისთვის, იმიტომ რომ თქვენ წერთ, თქვენ მუშაობთ და თქვენი აზრს, თქვენს აზრს, დიახ, აყალიბებთ. ამიტომ თქვენი შეცდომა უფრო მნიშვნელოვანი შეცდომაა, ვიდრე ჩვენი შეცდომა. მე იქ გამეპარება ფალში სადმე თუ მომღერალი ვარ თუ მუსიკოსი თუ რაღაცა. გაიგე? მე ეს ჩამოყალიბება ამისი შემიძლია, მე ამის ახსნა განმარტება შემიძლია, მე რას ვაკეთებ და ბოლოს მე ვაკეთებ ჩემს მუსიკას, ამას მიიღებს თუ არ მიიღებს ხალხი, ეს კიდევ საკითხავია. ეს სხვა თემაა, ამიტომ თქვენი გადაცემა ხალხისთვის და თქვენი აი ეს ინფორმაცია რაც იწერება უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ რო არასწორად მიაწოდოთ ხალხს, თქვენ უკვე აყალიბებთ ძალიან კი, მაგრამ ჟურნალისტი მაინც არ არის ქვეყნიერების ჭიპი, ასე რა ვთქვათ რა. გასაგებია, შუალედური გოლი ვარ. რა, კახა, როდესაც ჩვენს ბრალეულობაზე საუბრობთ და საზოგადოებრივ ჩვენ ვაყალიბებთ საზოგადოებრივ აზრს, ამაში გასაგებია. და დაუშვათ ჩვენი შეცდომა უფრო ესეთია მძაფრად და რთულად აღსაქმელია, ვიდრე თქვა თქვენი შეცდომა, მაგრამ ნუ ეხლა დღევანდელი თემა შეიძლება არ არის და თქვენ არ უპრესებით და რაღაც, მაგრამ მე იგივენაირ დანაშაულად მიმაჩნია თქვა ის, რომ შენ ფონოგრამაზე ასრულებ სიმღერას და მახდევინებ მე შენ პრაქტიკულად კასეტის მოსმენაში კონცერტზე ფულს, იგივენაირ დანაშაულად მიმაჩნია, თქვა რასაც შენ ეძახი შენ დანაშაულად. მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ, აი მაგასთან დაკავშირებით, მე მინდა ერთი რამ აღვნიშნო რა, რაც შეეხება ეხლა მაგ საკითხს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტურია ამაში და უბრალოდ უნდა გაერკვეს. ძალიან ბევრი რუსეთში კონცერტები ტარდება, რომელიც ტარდება ფონოგრამაზე, ასე ვიცით. ძალიან საკმაოდ ბევრიც ჩატარებულა საზღვარგარეთ და ტარდება კიდევაც. ეს არის სატელევიზიო გადაცემები, იქნება სატელევიზიო ჩაწერები, რაღაცეები, ხო ხდება. ეხლა რაც შეეხება იმას ადამიანს უნდა თუ არ უნდა მისვლა, ის თავის გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. მივა იყიდის თუ არ იყიდის, ეს არ არის ხდებით ესეთ გასარჩევი. ძალიან ბევრ ქართველს უნდა რომ გააკეთოს ცოცხალი ბენდი ყავდეს, კონდეს საშუალება იმისი, რომ ჩამოაყალიბოს სერიოზული ჯგუფი, მაგრამ
არანაირი საშუალება ამისი არ აქვს. ეს კიდევ სხვა თემაა, იმიტომ ვამბობ, ამაზე ცალკე გადაცემა უნდა იყოს, სადაც უნდა ძალიან დიდი და ხმა, ეს უკვე სხვა რაღაცა. ეს უკვე ჩვენ ვიჭრებით სხვა თემაში რა, მოდით ამას დავანებოთ, საკითხის ფონოგრამა თუ არა ფონოგრამა, შენ თუ მოგწონ, შენ მიდიხარ იმაზე და რაც შეეხება იმას, რომ შენ არასწორ ინფორმაციას და ცუდ ინფორმაციას, ეს უკვე სხვა მომენტია. იცი რა ამ ყველაფერს არეგულირებს ბაზარი. თვითონ. ნუ ბაზარზე ვილაპარაკოთ უკვე. მხოლოდ ჩვენზეა, ან მხოლოდ თქვენზე, ან მხოლოდ ვიღაც მესამე პირზე არ არის პასუხისმგებლობა არის თქვენზე. ზოგადად ხელი ხელს ბანს და ორივე ერთად პირსო რა. ხო, მე მინდა რომ თქვენ სწორად გამიგოთ, ასევე ჩვენმა მაყურებელმა ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს გაიგოს სწორად და სწორი ფორმით მივაწოდოთ უბრალოდ რა, იმიტომ რომ ჟურნალისტისთვის მე მაგალითად ჟურნალისტს არ ვაფასებ ისეთ ჟურნალისტს, რომელიც სკანდალით ან რაღაცა ცუდი თავისი აზრის გამოსახვით და დაწერით იკეთებს პოპულარობას, იმიტომ რომ ესევე ხდება შეიძლება გამოჩნდეს ვიღაცა მომღერალი და ის იყოს ძალიან უხარისხო და ის იყოს ძალიან ცუდი, მაგრამ ის დაფიქსირდეს, თუმცა ის ძალიან მალე მოკვდება და ის ვეღარ გაცოცხლდება. ხდება ეს ძალიან ძნელი ხდება, ისევე როგორც ჟურნალისტი, მაგრამ ჟურნალისტისთვის გესმით, ანუ მე ძალიან ბევრი ჟურნალისტი გამიგია, რომ იმით რომ ის დაწერს, ან კრიტიკაც კი არა, მე მინდა განვასხვაო, ეს არის კრიტიკა არის და კიდევ შეურაცხყოფის მიყენება და ასე შემდეგ, ანუ არასწორი ინფორმაციის მინდა ეს კიდე სხვა თემაა რა. ახლა კიდე ერთი რა იყო მე მახსოვს პერიოდი დაახლოებით 3-4 წლის წინ. აი ამ მოსაზრებაზე მინდა გიპასუხო 3-4 წლის წინ იყო ესეთი პრობლემა, რომ თქვა ჩვენ ჟურნალისტები, მაშინ მე იმდენად 3-4 წლის წინ, არა 5 წლის წინ მე იმდენად აქტიურად არ ვიყავი, თქვა ამ სფეროში ჩაბმული, იმიტომ რომ მაშინ 15 წლის ვიყავი, ხო? და იყო ესეთი პრობლემა, რომ მახსოვს ჩემზე ასაკით უფროს ჟურნალისტებს ძალიან ხშირად ხალხიც და თქვენც მოიხსენებდნენ, ანუ თქვენი კოლეგები უფრო სწორად მოიხსენებდნენ, აი კარის ჟურნალისტები სულ თბილ სტატიებს წერენ, სულ რაღაცა აქებენ, არ არის კრიტიკა, არ არის ვთქვათ რაღაც ისეთი, რაც შეიძლება ეთყინოს, იმიტომ რომ არის მართალი. აი მე აი ხა არ გეწყინოთ, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები ერთ რაღაცას. მანამ ჩვენ ჟურნალისტები წერდით რაღაცა თბილ სტატიებს, კეთილ სტატიებს, მაშინ ვიყავით კარის ჟურნალისტები. ახლა როცა წერთ ჩვენი აზრით და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ჩვენი აზრით კრიტიკულ სტატიებს, ანუ ცოტა მძაფრ სტატიებს, ვართ უკვე პოპულისტები და არა ჟურნალისტები. რა გინდათ ხალხო, ვერ გავიგეთ, შუალედური რაღაცა როგორ გამოვძებნოთ ისეთი, რომელიც თქვენ გასცემთ. აი რა გინდათ მითხარით და დავწერ. აი მე ნამდვილად ერთიც არის რა მე ის რომ შენ არ მოგწონს თქვა სტატია აი მე აი რა გინდა შენ მაინტერესებს აი შენ რა მოგწონს აი აქ უკვე რაღაც აზრები ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით რა მე მგონი ინიმას წეგან ილაპარაკე ანუ კომპეტენტური თუ იქნები მაშინ იმ შემთხვევაში მოგვეწონება ეხლა შე თუ დაუშვათ არაკომპეტენტ იგონებ მოდი მაშინ რა კი გადაცემა რეალურად დასასრულს ვახოდებ მაია დიდი ბოდიში მოდი მაშინ კონკრეტულად დაახლოებით შევაჯამოთ თქვენი აზრით როგორ უნდა წერან ჟურნალისტები? შეიძლება. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტმა უნდა ანუ აი იგივე ამ კრიტიკას დაუბრუნდები, რომ ალბათ უნდა გააკრიტიკოს ყველაფერი. იქ გარეგნობა, გარეგნობა, იმიჯი, ყველაფერი და ასევე სიმღერას უნდა გქონდეს დიდი ადგილი. და ესე გავყვეთ გიგა. ნუ მე ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ ალბათ ჟურნალისტის ფსიქოლოგიაში ყოველთვის მე ჟურნალისტი ვარ განათლებით, მაქვს განათლება 5 წელი ვისწავლე და მასწავლე ყოველთვის რომ უნდა ეძებოთ სენსაცია. რომელ სენსაციასაც მე ქართულ შოუ ბიზნესში თქვენი მხრიდან ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს სენსაცია ალბათ უფრო ხო, ასოცირდება უფრო ალბათ რაღაც თავხედურ გამოხტომებთან ან პირდაპირ ეთერში ან ჟურნალში რაღაცას დაწერენ ისეც რაც არასასიამოვნოა თვითონ ჩემი მსმენელისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც რომელი ადამიანებიც თქვენ ასე რომ ვთქვათ რეცენზიებს თუ ასე რომ ვთქვათ რაღაც ვიკითხულობენ და პირდაპირ ეთერში გამონათქვამები, ნუ ავიღოთ ეხა მე ამ თემას უბრალოდ ვერ გავეცევი, არ შემიძლია რა ვთქვა, ლიზას გამოთქვა რომ თურმე ტექსტის გამო ადგილი აქვს პედოფილიას, მე ლიზას ვეუბნები. თუ მე ლიზა მინახავს ერთ ადამიანს, ბავშვთა მე შეიძლება რამე დანაშაული მიმიძღვის, ვიკითხე საკუთარ თავთან უკაცრავად დამასრულებლით. და მე
და მე მივედი ბავშვთა ფსიქოლოგებთან, ძალიან ბევრ ბავშვთა ფსიქოლოგთან ვიყავით და ყველა მითხრა, ეს არის უბრალოდ თავხედური გამოხტომა, ან საქმე, რომელიც საქმეს უბრალოდ დაავალეს ლიზას. ძალიან კარგი. ნუ სენსაცია, მე ალბათ აქ ჯდომ ადამიანებში ვერ ვნახავ, რომ ამას ასე რომ ვთქვათ, ეთანხმებოდეს, მაგრამ შეიძლება ეს იყო დავალება. რომელიც დავალებაც ლიზას არც ისე კარგად გამოვიდა ძალიან ცუდად. მაგრამ როცა ადამიანს შეხვდები, სპეცსამსახურებია დაინტერესებული შევისაქმიანებლად. ძალიან სერიოზულად და დაკვეცა იყო. კარგი, ეს თემა გიგა შორს წაგვიყვანს უბრალოდ გადაცემის დრო იწურება. ძალიან მოკლედ. და ალბათ ეს თემა, რომელიც თემაც მე ურჩევ ლიზა ვადაჭკორიას, რომ შეიძლება მას რამე პრობლემა ქონდა ბავშვობაში და ეს პრობლემა დღემდე გამოყვა ფსიქოლოგიურად და არსებობენ. კი, მე ასე ვფიქრობ და შენ შეგიძლია მიხვიდე ფსიქოლოგებთან და გაისაუბრო და ეს თემა საერთოდ დამოწურო, რომ მე პირდაპირ ეთერში არ დასვა ესეთი უაზრო კითხვა. კარგი, გიგა. დიდი მადლობა. კახა, უცბად თქვი და მე კახა. შეგვიძლია უჩივლო. ხო, აი ძალიან კარგი. მიმართე სასამართლოს. ვის უჩივლო? ხალხო, ჟურნალი ვერ გაგიფერადებიათ. რას მელაპარაკები? ხელს რომ მოკიდებ, გადადის ტალახი კი არა, მელანი და რანაირად ვილაპარაკო. რაზე გიჩივლო? ტირილით მოკვდება მერე ეს ჟურნალი და დაგაბრალებენ რომ საქართველოს ჟურნალისტიკის განვითარებას უშლი ხელს უნდა. რანაირად უჩივლო? სიჩუმე. მე თავაზობ ისეთ ჟურნალს, როგორ აი ზოგადად არის ესეთი. დაამთავროს ნანა. მე გიგას ვეუბნებ, შეგეძლო გეჩილა, მაგრამ არის მეორე საკითხი, ამას მეორე კუთხე აქვს. ისაც დაიწერა. საბოლოოდ რთული ამაზე უნდა დაიწერა, თქვა, ეს კარგი, ნანა, მოდი გასაგებია, რომ შეგიძლია უჩივლო ადამიანს, ოღონდ დაუბრუნდეს ჩვენ შეკითხვებს. საუბრობდით იმაზე, გიგა, დიდი ბოდიში ეს ჩამოგართმევა სამაშენ მიკროფონი. იმის გარდა რო არ გიგა სასამართლო ინსტანციები აი ნანა, შენ გავეკეთე ეს პროვოკაცია. გადავიდეთ, გადაცემა სრულდება, გიგა, გადაცემა სრულდება. ჟურნალისტების უმრავლესობა გათავისუფლებულია და დამეთანხმება ყველა აქ. გადაცემა სრულდება. ჩვენ უბრალოდ საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმეს გიჩილოთ. თუ გინდ რაღაც იდიოტური სო, მოშა. გიგა, გადაეცი მიკროფონი კახას. კახა, მიეცი გიგა, მიეცი საშუალება სხვა ადამიანს რომ გამოთქვა საკუთარი აზრი. მე, ნუ ლიზას ჩემი რჩევა უთხარ და იმედია გაითვალისწინებს. გასაგებია. კახაბე, მაია. მაია, დამშვიდი მაია. კახა, გამართვი შენ კოლეგას მიკროფონი და გაგვეცი პასუხი შეკითხვას. როგორ უნდა წერონ ჟურნალისტებმა სტატიები? ერთი კონკრეტული შეკითხვა და კონკრეტული პასუხი. როგორ უნდა წერონ? ჯერით მე აღნიშნავდი ერთ ფაქტს, რომ საერთოდ თვითონ ჟურნალისტები სულ ითხოვენ, რომ ცენზურა დაედოს ამ მომღერლებს, იმიტომ რომ ყველა მომღერალი არ ვარგაო. და იქნებ ჟურნალებსაც დაედოს მაშინ ცენზურა, იმიტომ რომ ხარისხიანი იყოს ჟურნალი, დაიწყეთ. ნანა, პასუხებს ხსენებ ჩვენი კონკრეტულად ჩემზე. მომღერლები. ნანა, საერთოდ ჩვენ ახლა განვიხილავთ იმ თემას, რაც უნდა გაიგოს ხალხმა და ხვდებით ხო საზოგადოება მთლიანობაში, ამიტომ ასევე რო თქვენ რომ მოითხოვთ ამ ცენზურას, ეს იგივე შეიძლება მოითხოვოთ ცენზურა და დაგარწმუნებთ ის ჟოლტა პრესა თუ რა ქვია? ყვითელი პრესა. ხო, რასაც ქვია, იმასთან შედარებით ცუდად ნუ გამიგებთ რა, თუმცა პოპის ხარისხი ხო, უფრო განვითარებულია, უფრო წინ არის ვიდრე აი იმის ხარისხი, რაც შეიძლება გასაგებია, თაკო. რატომ მოდიხართ ამ ჟურნალებთან და მაია, გადაცემა სრულდება და უნდა გაგვცენ ადამიანები პასუხი შეკითხვებზე. გესმის, შენ როცა შენ იქნები უზრუნველყოფილი, შენ იქნები კარგ ჟურნალში, შენ იქნები უზრუნველყოფილი ყველაფერში, შენ უფრო კარგ მასალას დაწერ, იმიტომ რომ უფრო კარგად იმუშავებ და უფრო კომპეტენტური გახდები იმ საკითხში, რასაც შენ აკეთებ. გასაგებია, კახა, გადაეცი მიკროფონი თაკოს. საერთოდ ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე რა, მე ვთვლი. ამაზე შევთანხმდეთ და გადავცეთ მიკროფონი თაკოს. აი, გადავცეთ, всё, აღარ ვლაპარაკობ. просто მე მინდა ყველას მოკითხვა გადავცე. და იდეაში რომ ამაშილებს. ესე იგი ნათესავებს მინდა მოკითხვა გადავცე. გადაცემა თავდება და სხვა. მე მინდა მომღერლებს მოკითხვა გადავცე და ძალიან დიდი ბოდიში უთხრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უნდა დარწმუნებული ვარ დღეს აქ ყოფნა და რაღაცების განხილვა და საუბარი და ნუ ჩვენ არ ვიცი რამდენად შევძ. ამ ადამიანებს უნდათ რომ პასუხები გავცეთ. დიდი მადლობა. თაკო,
თაკო, გამვარდი კახას მიკროფონი, ლალი. დამშვიდი. პასუხები უნდა გაგვცენ ადამიანებმა. თაკო. როგორ უნდა წერონ, რას ურჩევდი ჟურნალისტებს? ერთი წინადადებით მოკლედ ძალიან. მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი. როგორ უნდა წერონ და მოკლედ, რაც თავარი უნდა წერონ კომპეტენტურად, გემოვნებიანად, კარგზე უნდა წერონ, რომ არის კარგი, ცუდზე ცუდი და თუ ამის შეფასების უნარი არ აქვს, მაშინ ჟურნალისტობას თავი უნდა დაანებონ. გასაგებია, შემდეგ ქეთი. მადლობ თაკო. წაიღან ამ კითხვაზე უნდა გავცე პასუხი როგორ უნდა წერო. მოკლედ, ოღონდ ძალიან მოკლედ ქეთი, ხო? იცი რა არის, მე ერთი რაღაც ფრაზა გავიგე, რომ ერთ ილაპარაკეო ფარესაშვილმაო, კვენეტაძემ და ნინი ბადურაშვილმაო, თუ რაღაცა ის არასწორი გადმოდი, ისევ შეკითხვასთან უფრო მოკლედ, ხო? უბრალოდ ძალიან ცოტა დრო გრჩება გადაცემისათვის. მე მიმაჩნია, რომ რა ვიცი, უფრო ჩემი აზრით კრიტიკა მოკლედ მე ყველა მომღერალში რაღაცას არაპროფესიონალია იმაზე მღერის, ფონოგრამაზე მღერის თუ რაზე მღერის, ყველაში არის რაღაცა კარგი და ის კარგი მე მირჩევნია რომ კარგი დაინახოთ და კარგზე წეროთ. გასაგებია. ანუ დადებითი ბუხტი რომ მოდიოდა სტატიდან. ჩემთვის ესე ჯობია და მე ამას ურჩევ. ნუ მე უკვე თქვი რომ რაღაც კორექტურები უბრალოდ რადგან დღეს ვიტევების დღე თუ რაღაცა ვისარგებლებ შევთხოვით და ლიზას მოვხდი ბოდიში თუ რა მევაწყედი, იმიტომ რომ მე ლიზა მართლაც რომ ძალიან მიყვარს და სამართი გამოაცხადო www.liza.g აი ძალიან დიდი ახლა დიდი მადლობა ხო ესე იგი ლიზა მისარგებლო ჩვენი ეთერით ხო ძალიან ბევრი ისედაც ხედავს და მთელი მსოფლიო შესაიძლია მოკლედ და ალბათ გაახსენდებათ მოდი სტეფანე დაასრულე ხო უკვე მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ მართლაც რომ აქედა ძალებოს აი გოგონას არ ვიცნობ და არჩესავს ძალიან კარგად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს და მართლაც რომ ესენი იმ საქმეში რასაც აკეთებენ მაინც იმათთან შედარებით ვინც წერს მართლაც რომ კარგად წერენ და რა ვიცი მე არაფერი არ მინდა დავამატო უბრალოდ ლიზას მინდა უთხრა თუ რამე ვაწყენია ძალიან დიდი ბოდიში გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ოღონდ ძალიან მოკლედ ხო გიგამთხოვა ერთი შეკითხვა ბოლოს შეკითხვა კი არა რაღაც უნდა დავამატოთ ანუ ოპტიმისტურია მე მინდა დავამატო ის რომ მაინც ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ სიყვარული და ხო მე ვარ სიყვარულით სავსე მე გამოვიყენებ ამ ტექსტს და მე ამ ტექსტს სამწვენია და მე პირადად ყველა თქვენთაგანს მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისათვის რომ ამ საქართველოში რაღაცას მაინც აკეთებთ და რაღაცისთვის მაინც არსებობთ ეს არის კარგი თუ ცუდი ეს უკვე ხალხმა გადაწყვიტოს როგორც ჩვენ ხელოვნებას წვიტავს ხალხი წვეთს ხალხი და ისინი აზროვნებენ რომ ეს კარგი სიმღერა ეს ცუდი სიმღერა ეს სიმღერა არ მომწონს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ბოლო კითხვა მაქვს თუ შეიძლება რომ დავწუნდეთ თქვენს პროფესიონალიზმში მე მაქვს ესეთი კითხვა კითხვა სვა კიდე კი ერთი კითხვა რომელი ისა ხელისუფლება ჟურნალისტიკა მესამე მეოთხე თუ მეხუთე მეოთხე всё მეხუთე დიდი მადლობა დავამთავროთ გავაგზავნოთ მე იცი რა არა უნდა დავამთავროთ გადაცემა ესეც ვიცი არც ისე გაუნა ბოლოს თქვენ აღარ გაქვს ერთი წამი რა უკაცრავად რა იყო რა შესაძლოა აი თქვენ რატო ვართ ხო შოუ-ბიზნესთან გაქვს შეხების წერტილი და ამბავი და გაგება და სიყვარული ხო? ჰა? რატო არ აღნიშნავთ იმ ფაქტს მაგალითად საქართველოსთან რომ გადის 400.000 ლარი ახლა? აი რატო არ განიხილავთ მაგ თემას? რა მნიშვნელობა აქვს აი? კარგი, მოდი, კახა, ეხლა შენ რაღაც სხვა თემებს შეეხეა. ეს საკითხი არ არის დაკავშირებული ჩვენ თემასთან. ძალიან დიდი მადლობა ყველას სამ სტუდიაში მობრძანებისთვის. როგორც მივხვდით, დღეს ჩვენი პრესი იყო ცოტა უჩვეულა, იმიტომ რომ ეს ადამიანები დამშტომებასაც არ მასრიან. ხახრავ, გადაცემა უნდა დავამთავრო და მათქმევინეთ ახლა ჩემი სიტყვა. ეს იგი მე ის უნდა ვთქვა, რომ ეს იყო 2004 წლის ბოლო გადაცემა, მე ვფიქრობ, რომ გადაცემა საკმაოდ კარგი გამოვიდა, რადგან ეს ფაქტიურად იყო ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ამ ორი მხარის შერიგების საკითხში და თანამშრომლობის საკითხში, რადგან ხელი ხელს ბანსო ჩვენი მაია ამბობდა, ასე რომ დაბანეთ ერთმანეთს ხელები და ორივე ერთად პირს. და წინასწარ ყველას მოგილოცავთ შემოკარგებო ახალ წელს, მრავალს დაესწარით, დიდი მადლობა მაყურებლებს ყურადღებისთვის, თქვენც გილოცავთ ახალ წელს, ჩვენ ერთმანეთს ზუსტად 1 წელიწადში შევხვდებით, ანუ უკვე 2005 წელს. კარგად.